ჩვენი დღის წესრიგი არ არის აწყობილი იმაზე, რომ შენ ხარ ყოფილი ქოცი, შენ ხარ ქოცი, შენ ხარ გახქოცი. მინდა 27 ესეთი ადამიანი არის დღეს ქართული ოცნების სიაში, რომელიც ნაცმოძრაობის პარტიულ სიაში იყო. აი ეს სტრატეგიულად რამდენად აწყობს ზოგადად საზოგადოებას? იქით ამ მხარეს ყავს გელათის მგრეველი, კაცების გათხოვების შიშით შეპყრობილი, Deep State-თან მეომარი და ვლადიმირ პუტინთან ბოდიშის ფრთელი პარტია და. კი, ქართული ოცნება ძალიან ცუდია, იმიტომ რომ პრორუსულია, ნაციონალური მოძრაობა შედარებით უკეთესია, რადგან პროევროპულია, თუმცა გახარიას და ქოცებს მეტი არა აქვს საერთოდ ვიდრე ნაცმოძრაობას და ქოცებს. მაგაში გეთანხმები, მაგრამ მეორე მაგაში მე გეთანხმები, რომ მე უნდა შემსრულდეს. აი, ქართული ოცნებიდან ისე გადმოდიან ოპოზიციაში, ერთ ბოდიშს არ იხდიან. ზუსტად იგივე სახელები და გვარები, ზუსტად იგივე დავალებებს ასრულებენ, ოღონდ სხვა ადამიანისგან. სანამ მე და ჩემი მეგობრები წარმოვადგეთ ნაციონალურ მოძრაობას, სასამართლო სისტემაში ვერ იქნება ის, რაც აქამდე იყო. და ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი მივესალმები ხოლმე. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანა ყაულაშვილი და თქვენ უყურებთ დებატების რიგით მე-6 სერიას ჩვენს YouTube მისმინეს პლატფორმაზე, რომელიც გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე. ჩვენ შეგახსენებთ, რომ ამ დებატების და ზოგადად ამ პროექტის ფარგლებში ვცდილობთ, რომ შევქმნათ ადგილი სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოსვლა, პირველ რიგში კონსტრუქციული და შინაარსობრივი დებატების გამართვა, ერთმანეთთან ფაქტების დაპირისპირება, ამიტომ ვცდილობთ, რომ მოვიწვიოთ ადამიანები, რომლებიც შინაარსობრივ დებატებში შევლენ ერთმანეთთან. დღეს მოვიწვიეთ სტუმრები ლევან სანიკიძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი და ასევე ზუკა შოშიაშვილი, ახალი მოძრაობა სართულის წევრი. ძალიან დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში მობრძანებისთვის. მე ასევე ვიტყვი, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი, რომელიც ამ იდეის განხორციელებაში გვეხმარება და ხელს გვიწყობს, არის საქართველოს უნივერსიტეტი. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. თქვენც მოგიწოდებთ, რომ დაგვიჭიროთ მხარი ამ პროექტის განხორციელებაში, უყუროთ ამ ვიდეოს და ალაიქოთ, ასევე გამოვყვეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, სადაც ასევე ვცდილობთ, რომ მსგავსი პოლიტიკური კონტენტი შევქმნათ და საზოგადოების ცნობიერებას ასეც შევეხოთ. დღევანდელი თემა მგონია, რომ ძალიან საინტერესოა და ასევე ძალიან საჭიროა იმის გამო, რომ თითქოს დღეს რომ ვინმე იწყებს რაღაც კონკრეტული თავისი აზრის დაფიქსირებას, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ვაწყდებით იმას, რომ თითქოს ცდილობს იზოლირებას ძველი ხელისუფლებისგან და იწყებს ლაპარაკს იმით, რომ მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის მომხრე, ასევე გვხვდებით ხოლმე მაგალითად ნაცქოც ესეთ ფრაზას, ბრწყალებში ვიტყვი ამას და ძალიან საინტერესოა, ეს არის სწორი სტრატეგია, რომ პროპაგანდას ვებრძოლოთ, რომ გამოვყოთ ჩვენი თავი იმისგან, რაც არ მოგწონდა და დავუფიქსიროთ ხალხს ჩვენი აზრი, რომ ეს არ მოგწონდა და ჩვენ ამას ვემიჯნებით, თუ პირიქით ხელის შემშლელია იმისთვის, რომ ვაჯდებით ქოცების პროპაგანდას და ვამბობთ იმას, რითიც მართავს ქართული ოცნება უკვე 13 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს არის დღევანდელი განხილვის მთავარი თემა და მთავარი შინაარსი. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ბევრი შეცდომა ჰქონდა, ბევრი გადაცდომა ჰქონდა. რა თქმა უნდა, განსხვავებები არის იმაში, რომ ზოგს რა გონია შეცდომა, ზოგს რა გონია, ზოგი ამართლებს, ზოგი არ ამართლებს, მაგრამ მეტნაკლებად თავადვე აღიარებენ, რომ რაღაც გადაცდომები არსებობდა. ამიტომ მინდა რომ დღევანდელ დებატში არ ჩავიდეთ ამ შეცდომების შინაარსში, უნდა გამოვიყენოთ ნაციონალური მოძრაობა როგორც შესაძლებლობა, თუ უნდა განვერიდოთ მას. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით მოგცემთ რამდენიმე წამს იმისთვის, რომ თავი გააცნოთ მაყურებელს პირველ რიგში. ლევანი უკვე იყო ჩვენთან ერთხელ და უკვე მეორედ მოვიწვიეთ. დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ. და მინდა რომ აი ძალიან მოკლედ დააფიქსირო, პირველ რიგში გაესმო მაყურებელს, მოკლედ დააფიქსირო შენი პოზიცია, ოღონდ ეს არ იქნება ის 5 წუთი, რომელსაც შემდგომში ჩავთავთ, აი ძალიან მოკლედ, რომ უბრალოდ შენი მხარე გაიგოს მაყურებელმა. მოგესალმებით, მიხარია რომ მონაწილეობთ დღევანდელ დებატებში. მე ვარ ლევან სანიკიძე, დღეს წარმოვადგენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
სწორად აღნიშნე, რომ სამწუხაროდ ქართული ოცნების პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხაზი დღეს გადის იმაზე, რომ მუდმივი შედარება ნაციონალურ მოძრაობასთან და ნეგატიურ კონტექსტში ამის მოხსენება არის მათი რაღაცა ამ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი საძირკველი. სამწუხაროდ რიგი ოპოზიციური აქტორების, სამოქალაქო აქტივისტების თუ ასე შემდეგ ამ პროპაგანდის ამ ნაწილზე უფრო მეტად იყო მანამდე აყოლილი. მე მგონია, რომ ბოლო დროს ქართული ოცნების ნაბიჯებმა ბევრი დაარწმუნა, რომ წარმოუდგენელია ამ ორ ძალას შორის ტოლობის ნიშნის გავლება, თორე ხო 2003 წლის 23 ნოემბრის მიზანი და 2012 წლის 1 ოქტომბრის მიზანი რო სხვადასხვა იყო, ეს უკვე ცხადზე უცხადესია. ერთი იყო ამ ქვეყანაში პროდასალური რევოლუცია, რომელმაც შანსი მისცა ჩემთაობას, რომ თავისუფალ და განვითარებად საქართველოში ეცხოვრა, სადაც სახელმწიფო არსებობს და მეორე იყო კონტრრევოლუცია, რომლის მთავარი მიზანიც იყო ამ ქვეყანაში რუსული გავლენის აღდგენა. ანუ ამ თარიღებიდან მომდინარეც შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ, რომ რაღაცა მსგავსება არსებობს. მე მესმის, რომ არსებობს რაღაცა პარალელების გავლების მცდელობა. მე ნაციონალური მოძრაობის მთავარ სისუსტედ აქამდეც მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ამ პროპაგანდაზე არ იყო ეფექტური სწორი პასუხები გაცემული. ის საკითხები, რომლებზეც თავზე ნაცარი არ იყო წასაყრელი, იმაზე იყრიდა ეს პარტია ნაცარს, ხო, მას შემდეგ რაც ასაღიარებელი იყო ის შეცდომები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით თუ მათ შორის პროპაგანდასთან მარცხთან მიმართებაში, ამაზე ხმას არ ძრავდა. მე მგონია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის შიგნითაც ეს პოზიცია, მათ შორის ბევრი ახალგაზრდის ჩართულობით, რომელიც ახლა მოდის ნაციონალურ მოძრაობაში არსებითად შეიცვალა, რაც შანსს გვაძლევს, რომ ზოგადად ეს მიდგომა და მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობა რაღაცნაირად გაუტოვონ ქართულ ოცნებას, არსებითად ჩამოინგრეს. გასაგებია შენი პოზიცია. მადლობა. ზუკა, შენც რო დაფიქსრო შენი აზრი. მე თავიდან ძალიან ფრთხილად ვცდილობდი რომ ესაუბრა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი თემა არის, რომ მარტივად შეიძლება გამოიყენონ ჩვენთვის არასასრულმა ძალებმა ჩვენი საუბარი და მაგიტო ჩემი დასაწყისში საუბარი ცოტა ძალიან თითქოს ფრთხილი იყო და მე იგივეს თქვენ არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ჩემი ამ ხელა სიტყვა განმარტე, რას ემსახურებოდა. ზუკა, შენ გისმენ ახლა და რომ განმარტო კონკრეტულად, აი ესე მოკლედ, არგუმენტაციას რა თქმა უნდა შემდეგ განვავრცოთ, რა პოზიციას იზიარებ ამ თემასთან დაკავშირებით. ვეცდები რომ ძალიან მოკლედ თქვა, რომ პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ ზუკა შვაშიაშვილი, წარმოვადგენ მოძრაობა სართულს და ჩვენი მთავარი მიზანიც მინდა ვთქვა, რომ არის პოლიტიკაში ახალგაზრდების შემოყვანა და ამ ძველი სიბინძურის, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, ბოლო ალბათ 30 წლის მანძილზე შეცვლა და რაღაც ახლით ჩანაცვლება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მოძრაობის პოზიცია ალბათ თქვენცაც და საზოგადოებისაც ცნობილია და ხშირად გვითქვამს, რომ ნაცკოცობა არის ის, რამაც შეიძლება ამ ქვეყანაში შეაფერხოს ის ცვლილებები, ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც გვაქვს დასახულეს. იქნება ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და ზოგადად უკეთესი ცხოვრება საქართველოში. რაც შეეხება რატომ ვფიქრობ ასე, ამასაც შევეცდები რომ მოკლედ თქვა და იმასაც გავითვალისწინებ, რომ 2012 წლამდე მოვლენებს ნაკლებად შევეხები, თუმცა 2012 წლის შემდეგაც ძალიან ხშირად ყოფილა ასეთი მომენტები და ასეთი მომენტთა განვითარება, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გადადგმულა არაერთი არათანმიმდევრული ნაბიჯი, რომელსაც საბოლოოდ გამოუწვევია ის, რომ უხერია მხოლოდ ქართულ ოცნებას და იმედი გაუწევიათ მათივე ამომრჩევლისთვის. ჩემთვის პოლიტიკაში ზოგადად ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი რაც არის თანმიმდევრულობა და არის პრინციპულობა. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ მახასიათებლების გამო და ნაცმოძრაობას ეს გაუკეთებია არა მხოლოდ თქვა 2012 წლის შემდეგ მოკლე მონაკვეთში, არამედ თუნდაც შარშან წინ იმის წინ და არ არის ეს ისეთი თემები, რომლებიც ჩავლილია და შეგვიძლია რომ ამაზე თვალი დავუხუჭოთ. და როდესაც ნებისმიერი აქტორი გვესაუბრება მათ მიზნებზე, მაშინ მნიშვნელოვანია რომ მათი მიზნები ჩდებოდეს არა მხოლოდ საუბარში, არამედ ქმედებაში და სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვსაუბრობთ ნაცკოცობაზე საქართველოში. გასაგებია შენი პოზიციაც. სანამ უშუალოდ გავიგებთ ვინ დაიწყებს პირველი ამ თამაშს, მოკლედ ახსნი წესებს, პირველ რიგში მაყურებლებისთვის, რადგან შეგახსენებთ, რომ ჩვენ მონაწილეებმა იციან თამაშის წესების და გადაცემის მთავარი თემაც დაახლოებით 24 საათით ადრე გადაცემის ჩაწერამდე. წესები არის ძალიან მარტივი, სულ 4 ბლოკისგან შედგება ჩვენი თამაში. პირველი არის 5 წუთიანი ბლოკი, სადაც თქვენ გექნებათ იმ მოსაზრებების არგუმენტირებულად გამყარების შესაძლებლობა, რომელზეც უკვე ისაუბრეთ. ეს არის თავიდან ბოლომდე თქვენი დრო და არავინ არ ჩაგეჭრებათ საუბარში. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი საერთო დისკუსიის ბლოკი, სადაც
სადაც შესაძლოა მეც ჩავერთო, რა თქმა უნდა, არა შინაარსობრივი სახით, მაგრამ უფრო მეტად გამიხარდება თუ ბუნებრივად წარიმართება პროცესი ჩემი ჩარევის გარეშე. შემდეგ გვექნება 10 წუთიანი კითხვა-პასუხის რეჟიმი. აქ შევცვალეთ ის, რომ როდესაც მე ვსვამდი აქამდე კითხვას, ეს კითხვის დრო უკვე ჩართული იყო და მგონია, რომ ამ დროს იჩაგრება რესპონდენტი, შეიძლება ზოგჯერ პატარა კითხვა მქონდეს, ზოგჯერ დიდი, ამიტომ ჯერ მე დავსვამ კითხვას და შემდეგ ჩაერთვება პასუხისთვის დრო. შემდეგ გვექნება 2 წუთიანი კამათელი და ბლოკი უბრალოდ და ბოლოს სანამ ყველაფერს გადაწყვეტ, თუ ვინ დაიწყებს, კამათელს გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობისთვის. გაიგონე რა გითხრა? შენ უნდა ამოვსულდა 5. ლევანი იწყებს, როგორც გაირკვა. მე პრინციპში მიმოხილვა უკვე გავაკეთე. ერთს დავაზუსტე ბოლოჯერ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტებია ორივე მხარეს. ერთ მხარეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ ქართული ოცნება დღემდე ცდილობს პროპაგანდით ადამიანების დაშინებას, რომ ჩვენ თუ არა ნაციონალური მოძრაობა მოვა და ეს ხალხი მართლა არის შეშინებული, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული ოცნების გარდა, უბრალოდ ქართული ოცნება არაფერ შუაშია, იმ 4 პარტიიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, აქედან ერთი არის ნაციონალური მოძრაობა, ერთი არის ნაციონალური მოძრაობის სახეები. ბუნებრივია ასეთ პატარა ქვეყანაში შეუძლებელია, რომ ადამიანი პოლიტიკური მოღვაწე იყო და რაღაცნაირად კავშირი არ ქონდეს იმ პარტიასთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო მმართველი. შესაბამისად, ვუყუროთ ამ დებატს როგორც არ ვიცი, შესაძლებლობას ნაციონალური მოძრაობის სახით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა თუ ავერიდოთ და ვიყოთ იზოლირებულები. ლევან, შეგიძლია დაიწყო. მოკლედ, პირველი რასაც ვიტყოდი, მე არ მიმაჩნია, რომ რაიმე საერთო მაქვს და რაიმე სახის კავშირი მაქვს, მაგალითად თეატრულკიანთან და მიხეილ ყაველაშვილთან, რომ რაღაცა ერთი და იგივე ტერმინით მომიხსენიოს ვინმე. მე ესე მიმაჩნია, იმიტომ რომ როდესაც ახლა ზუკამ აღნიშნა, რომ მის ერთ-ერთი მიზანი არის და ამაში ვემთხოვით ჩვენ ერთმანეთს, რომ დასავლური ინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში დასავლური ინტეგრაციისთვის იმდენი არავის გაუკეთებია, როგორც ნაციონალურ მოძრაობას. მოდი გავყვეთ ფაქტებს. სიმბოლურიდან დაწყებული, ტექნიკურით და პოლიტიკურით დამთავრებული. პირველი ეს არის ის, რომ ევროკავშირის დროშის აღმართვისთან დაწყებული ვიზა ლიბერალიზაციის მიღების ფაქტობრივად ტექნიკური მხარის 80%-ის დამთავრებული არის ნაციონალური მოძრაობის შემოქმედება. ეს რა თქმა უნდა ქართველი ხალხის ნება იყო, მაგრამ ტექნიკურად და პოლიტიკურად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობა. ეს ერთი. მეორე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი. ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საფუძველ ჩაყრილი ფორმატი, რომლის შედეგებსაც აქამდე ხედავდით და სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ შეაჩერა. ხო ეს? მესამე და მნიშვნელოვანი რაც არის ის სტატუს კვო, რომელიც საქართველოში იდგა, რომ ჩვენ ისე ვიზდებოდით მთელი ბავშვობა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იყო ჩვეულებრივი ამბავი. დღეს საქართველო არის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული. ამავე დროს იმდენი, როგორც საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიღმა, აი ამ ქართული იდენტობის ექსპორტისთვის, რომ სოფლიოს გაეგო რა ვართ, რომ ბათუმი რა არის, თბილისი რა არის, გელათი რა არის, სვეტიცხოველი რა არის, ქართული კულტურა რა არის, არავის არ გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმდენი, რამდენიც ნაციონალურ მოძრაობას და მეორე მხარეს, როდესაც ყავს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ნულოვანი დამსახურება აქვს, მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის მიღების პროცესში, მაგრამ 100%-იანი დამსახურება აქვს ამის დაკარგვის პროცესში, შეუძლებელია რომ ჩვენ გქონდეს საერთო. ამავე დროს ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გორში ბოდიშსუხტის პუტინს და მისი ლიდერი და გიორგი ანწუხელიძის სახელს შეურაცხყოფს და ამბობს, რომ პიარც არის შეწირული და მეორე მხარეს რო ყავს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც სახელობითად ებრძვის ლავროვი, მარია ზახაროვა და ვლადიმერ პუტინი, ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და მის დამფუძნებელი, რომელსაც სახელი და გვარით ახსენებს რუსეთის ფედერაცია, როგორც მის მოწინააღმდეგეს. საქართველოში არსებობს რაღაცა 3 ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციები. ერთი არიან კოლაბორაციონისტები,
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვისაც უნდა ამ რუსეთთან თანამშრომლობა და ქართული ოცნება არის ყველაზე მძაფრი ფორმით წარმოდგენილი. მეორე ეს არის ქართული სახელმწიფოს მიმართ დადებითად განწყობილი ძალები, რომლებსაც ჯერათ, რომ საქართველოსგან შეიძლება წარმატებული ევროპული სახელმწიფო შექმნა და არ არის რუსის მონობა ქართველის იდენტობის ნაწილი და ამის მთავარი ფლაგმანი იყო, არის და იქნება ნაციონალური მოძრაობა და არის მესამე ეგრეთ წოდებული შუაშისტური ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წელს ხან ბიძინა ივანიშვილთან არიან, როცა ნაცმოძრაობა ძლიერდება, ნაცმოძრაობასთან არიან, მერყეობენ. კოლაბორაციაში არ შედიან, მაგრამ მყარი იდენტობა არ აქვს ჩამოყალიბებული. აქ არიან ადამიანები და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც იდენტობას იქმნიან იმით, რომ ნაცები არ არიან. ეს ჩემთვის დიდი შეცდომაა. ანუ ადამიანი გეცნობა იმით, რომ მე არ ვარ ნაცი და მაშინ ვინ ხარ? ანუ და მე იწყებს ახსნას ვინ არის და ჯერ ახსნას ვინ არის და მიხვდები რომ ნაცი არ არის პირობითად. ეს არის აბსოლუტური, აი მაგალითად მე რო ხა ასე დამწყო გადაცემა, მე ვარ ლევან სანიკიძე და არ ვარ ქოცი. ეს რა დასაწყისია? გავიგე არ ხარ ქოცი, მაგრამ ვინ ხარ? და ანუ ეს იდენტობის მშენებლობა ნაცმოძრაობის გაწიხვლით ბიძინას ძალიანაც მოწონს და ხა რაც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს რა, მე უფრო გავშლით, როცა ერთმანეთთან დებატების საშუალება გვექნება. ანუ აქეთ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ლიდერი ძის ციხეში, რომლის ამორჩევლმაც გაიარა ჯოჯოხეთი და 10,000-ობით ადამიანი პროკურატურაში დაკითხეს, რომლის გაუქმებაც არის დაგეგმილი, რომელსაც ღია დებძვის რუსეთის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს გახდა ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, ოჯახის წევრი, ეს არის IPP-ის და ეხლა ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია და პირადად მე აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია გამختارიყო ხმის უფლების მქონე ევროპული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეს პარტია არის აქეთ, რომელსაც აკრძალვას უპირებენ და ლამის დახვრეტას უპირებენ და 2008 წლის ომში ქართული მხარის გასამართლებას უპირებენ და იქით ამ მხარეს ყავს გელათის მგრეველი კაცების გათხოვების შიშით შეპყრობილი deep state-თან მეომარი და ვლადიმირ პუტინთან ბოდიშის ფრთელი პარტია და შეიძლება ვიღაცას კონდეს სამართლიანი ან უსამართლო პრეტენზია, მაგრამ ქართულ ოცნებასთან საერთო სიბტყეში დაყენება არის კრიტიკული შეცდომა. აი მაგალითად იგივე ტერმინოლოგიით, აი უნდა ვიძახოთ მაგალითად გახარიას და ქოცების დაპლიუსება. რა ვიცი, გახარიას და ქოცებს მეტი არა აქვს საერთო ვიდრე ნაცმოძრაობას და ქოცებს. თუ ვინმეს, აი თუ კი ორი პოლუსი არსებობს ამ ქვეყანაში და ეთანხმები, ხა ბევრი ამბობს რომ მესამეც უნდა იყოს. ორი პოლუსი არსებობს, ერთი ნაციონალური მოძრაობა. გავაკეთოს და არა გასაგებია. არა, მესმე რა არის, იცი, თუ მაინც და მაინც ქოცებს ვიღაცას აწებებ და გინდა რომ იდენტობა არ შეიქმნა. გახარია უფრო ახლოს არის, ვიდრე მოთხოვია, მაგრამ ეხა მე ესე მგონია რომ მე ბევრად უფრო ნაკლები საერთო გვაქვს და ეხა იმ პარტიის წარმომადგენლებს, ეხა თინა ბუკუჩავას და ლევან ხაბეიშვილს უფრო ნაკლები საერთო აქვს დღეს თეა წულუკიანთან, ვიდრე თვალების პაჭუნში მყოფი და ისევ თეა არ დამიჭირო გიორგი გახარიას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ აი ზუკასაც მაგალითად თუ აქვს ნაცმოძრაობასთან სამართლიანი ან უსამართლო შენიშვნა და ამის ბუნებრივი უფლება უნდა კონდეს და κρიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პროცესი. მაგრამ შენ ამბობ, რომ პირდაპირ მაგით არ უნდა დაიწყოს საკითხის შემოტანა, გასაგებია. და ქოცებთან შედარება, ეს არის ფსკერი, ახლა მე რანაირი მიუღებლობაც არ უნდა მქონდეს, ახლა პუტინისტურ ძალასთან არ შეიძლება შეადარო ხალხი, რომელსაც პუტინთან ომის გამო ასამართლებენ. ხო, აი, ზუკა, საინტერესო პოზიცია მართლა. ანუ გასაგებია ლევონის პოზიცია, მაგრამ ხო, ანუ სანამ დროს დავიწყებთ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ რადგან ლევანი წავიდა 2012 წლის უკან და ნაცმოძრაობის სიკეთეებზე ისაუბრა. მაშინ მეც მივცემ ჩემ თავს უბრალოდ ძალიან ხო, ანუ ბოროტებაზე საუბარიც არა, მე მგონია რომ ამ თემასთან დაკავშირებით როცა საუბრობთ გაიგივებას თანაც თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუნდაც გავიხსენოთ ის ადამიანები, ის აქტორები, ვინც მე ხა ჩაგერთავ 5 წუთს, შენ როგორც გინდა გამოიყენე, ოღონდ თავარია რომ ძალიან არ გავცდეთ მთავარ თემას, კონკრეტულად აქ და ახლა რა უნდა გავაკეთოთ ამ საკითხს. ასევე შეგიძლია რომ ეს რო გამოიყენო მთლიანად შენი არგუმენტებისთვის, ან თუ გინდა კონტრარგუმენტებისთვისაც, მაგრამ მაგისთვის შემდეგ გვექნება 20 წუთიც კი. ამიტომ ჯობია რომ ჩემი აზრით ჯობია რომ შენი არგუმენტების გაშლას დაუთმო ეს დრო. როცა მზად იქნებ შეგიძლია დაიწყო.
ხო, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბრობთ ქართულ პოლიტიკაზე, აქამდე ვთქვი, რომ თანმიმდევრულობა და პრინციპულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რა ხდება ქართულ პოლიტიკაში? მოდი ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. პირველ რიგში ის ცოდვები, რაც ნაცმოძრაობას ჰქონდა და ის სისტემა, რომელიც ძალოვანი სისტემა, რომელიც ნაცმოძრაობის დროს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი პრობლემა მაშინდელ სახელმწიფო მოწყობაში, დღეს ქართულ ოცნებას აქვს პირდაპირ გადმოღებული და ზუსტად იგივე სახეებით, იგივე ადამიანებით აკეთებენ იგივე საქმეს, რასაც აკეთებდნენ ნაცები რაღაც 2012 წლამდე 7 ნოემბერი იქნება 26 მაისი თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი მოვლენა. გარდა ამისა, არსებობენ ქართულ პოლიტიკაში ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის პარტიის წევრები იყვნენ და 27 ესეთი ადამიანი არის დღეს ქართული ოცნების სიაში, რომელიც ნაცმოძრაობის პარტიულ სიაში იყვნენ. ანუ, ჩემთვის ახლა რა არის მნიშვნელოვანი? მე და არც ჩემი გუნდი არ ვიძახით, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო რაღაცა სასწაულო ცუდი, რომელმაც დაღუპა ეს ქვეყანა. ეს არსად არ გვითხოვს, ჩვენ, როდესაც საუბრობთ ნაცკოცობაზე, ყოველთვის ამ საუბარს მოყვება არგუმენტი. და თუ ამ არგუმენტს ჩაურღმავდებით და გავიგებთ, რატომ საუბრობთ ამაზე, იმასაც მივხვდებით, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენს ადვოკატირებას ვუწევთ ევროინტეგრაციას და საუბრობთ ამ თემებზე და საერთოდ ჩვენი ორგანიზაცია სანამ მოძრაობად გარდავიქმნებოდით, ზუსტად აი ამ ევროინტეგრაციის გარშემო დაფუძნდა და ვეწეოდით ასე ვთქვათ ცნობიერების ამაღლებას სამმართველებლად. თუმცა ნაცმოძრაობას კი აქვს დამსახურებები, კი რაღაც 2003 წლის შემდეგ იყო ქვეყანაში პროგრესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობას არ აქვს ძალიან მძიმე შეცდომები დაშვებული. და ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ შეცდომების ავტორები, გარდა პოლიტიკურ ლიდერებისა და მე მგონი ყველამ ვიცით ეს პოლიტიკური ლიდერები ვინც არიან, ხო? მიხეილ სააკაშვილი დავიწყოთ, ვანო მერაბიშვილი, ახალაიები, ადეიშვილი, ასე შემდეგ. მათ ქვემოთ ის შემსრულებელი ხალხი, ვინც მათ არასწორ დავალებებს ასრულებდა და რაც იწვევდა მაშინდელ საზოგადოებაში უკმაყოფილებას, დღეს ზუსტად იგივე ხალხი, იგივე სისტემაში მუშაობს და ასრულებს ბიზინა ივანიშვილის დავალებებს, ბიზინა ივანიშვილის პარტიის წევრების დაკვეთით. ანუ ეს პირველი მსგავსება და პირველი პარალელი. ანუ რატომ უდრის ნაცი კოდს, ანუ დღევანდელ რეალობაში. მე არ ვიძახი, რომ მაგალითად ლევან სანიკიძე ან თუნდაც რა ვიცი, იგორ ნარმანი, ახალგაზრდა ხალხი, რომელიც მივიდა ნაცმოძრაობაში იმ ღირებულებითი რაღაცა სისტემისთვის, რომელსაც ამ პარტიას გააჩნია და არ არის ეს ცუდი ღირებულებები, რაც ნაცმოძრაობას გააჩნია. თუმცა, როდესაც ადამიანი არის პარტიის წევრი, ის ამავდროულად იზიარებს ამ პარტიის წარსულს, აწმყოს და მომავალს. ხო, მე ხო სწორად მესმის ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მე თუ ყოფნობდი აქამდე რომ ლევანთან შეიძლება და თუ არა ამ თემაზე საუბარი. ეხლა ჩავთვლი ჩემ თავს, ასე ვთქვათ, მივცემ საშუალებას, რომ ამ თემებზეც ვისაუბრო. როდესაც პარტია რომელსაც ყავს, აი მაგალითად 2020 წლის არჩევნები ავიღოთ. 600.000-მდე ამორჩეული ყავდა ნაცმოძრაობას, 27% აიღო იმ არჩევნებში, ხო? 600.000-მდე ადამიანმა ხარი დაუჭირა ნაცმოძრაობას, რომლის მთავარი ამოცანაც ყოველთვის იყო ქართულ ოცნებასთან ბრძოლა. ქართულ ოცნებას აცხადებდნენ ძალად, რომელიც არის ანტიქართული, არის პრორუსული და ცდილობს ქართული ოცნება რომ დაგვაშოროს ჩვენს ევროპულ იდენტობას. როდესაც პარტიის მთავარი, ასე ვთქვათ, ხაზი ეს არის და შემდეგ ამ პარტიის ნებისმიერი ორგანიზაცია, იქნება ეს რეგიონალური ორგანიზაცია თუ არა, ნებისმიერი ორგანიზაცია კოალიციაში შედის ქართულ ოცნებასთან. ეს როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლისთვის არ იყოს ძალიან მიუღებელი ფაქტი. ხო არსებობს ესეთი ფაქტი? ხო მოხდა ესეთი რაღაც. გარდა ამისა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ხალხი პარლამენტში ხარს უჭერენ ქართული ოცნების საკონსტიტუციო მოსამართლეების კანდიდატურას. ესეც დადასტურებული ფაქტი. ანუ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება არის რადიკალურად ორი განსხვავებული სუბიექტი ერთმანეთისგან და მათ არაფერი არ აქვს საერთო. ეს უნდა ჩანდეს მათ ქმედებაში და არა მხოლოდ სიტყვაში. მე რომ თქვა, რომ ეხლა მაგალითად ჩემ თანაგუნდელთან რომელიმესთან, პირობითად ვადო მაჭავარიანთან არაფერი არ მაქვს საერთო და ხვალ მე და ვადო მაჭავარიანი ერთად ვიდგეთ რა ვიცი აქციაზე ან რა ოფისში ვიждდეთ და ერთად ვაკეთებთ რაღაცას. აქ გაჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რომ თუ აქვს საერთო რატომ არ იძახის რომ საერთო აქვს თუ არ აქვს საერთო რა უნდა ერთად. ანუ ეს კითხვები რეალურად არსებობს და ისევ გახარიას კომპონენტ შევეხეთ, ეხლა გახარიას პარტიას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მეც არ ყოფილა რა არსებობს მისი პარტიის მომხრე. თუმცა ეგეც აღსანიშნავია რომ არსებობდა რაღაც კონკრეტული სიტუაციები, სადაც ნაცმოძრაობის და გახარიას პარტიის კოალიციიდან გახარია გავიდა და შემოვიდა ქართული ოცნება, ხო? მე ვფიქრობ რომ თუ პარტია იძახის რომ ჩემი მთავარი მიზანია ქართულ ოცნებასთან ბრძოლა, ამ ბრძოლაში უნდა იყოს პრინციპული. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ეს პარტია გადადგას, უნდა იყოს თანმიმდევრული და საბოლოოდ უნდა მიდიოდეს ამ შედეგამდე, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ და დავდგეთ იმ გზაზე, რომელიც არის ქართული ხალხის დაკვეთა. მე უბრალოდ ბოლო წლების მანძილზე, ანუ ეს ფაქტები, რაც ვახსენე, არის ბოლო 2-3 წლის რაღაც განმავლობაში მომხდარი.
უბრალოდ ვერ ვხედავ იმას ნაციონალური მოძრაობისგან, რომ მათთვის ქართული ოცნება არის რაღაცა ეს მტრული წარმონაქმნი, რომელთან ბრძოლაშიც აკეთებენ ყველაფერს. არაერთი ფაქტი დადასტურებულა ეს, რომ აქვთ ამ ხალხს ერთმანეთთან თანამშრომლობა, ასევე დასტურდება, რომ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მთავარი დანაშაულებრივი ნაწილი, ანუ ეს სისტემური ნაწილი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე თამაშობს, ასე ვთქვათ, ეხლა იმ დღეს ლევანის ეთერს უსმენდი და ღმერთის ნებით მოხდა, რომ რუსთაველის გამზე არავინ არ მოკვდა თუ არ გარდაიცვალა რომელიღაც ეთერში თქვა და კი ესეა როცა თქვენთან იყო ხო ესეა კი ასევე ნაციონალური მოძრაობის დროს ეხლა მე არ ვიცი ის ფაქტები რომ დავასრულოს და მე ხო მაგრამ არ ვიცი ის ფაქტები რაც საუბრობენ დარბევებისას რამდენად რეალური არის იმიტომ რომ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ინფორმაციის დონეზე ძალიან რთული მოსაძიებელი ეს ინფორმაცია იმიტომ რომ 1000 სხვადასხვა ვერსია არსებობს თუმცა მაშინაც დარბევის კადრებს რო უყურებთ და ეხლაც რო უყურებთ დარბევის კადრებს არის ერთი სტილი და მაშინაც და ეხლაც ღმერთის წყალობით რომ ის ადამიანები ვინც ამ დარბევაში მოყვნენ არიან უნებლები და ჯანმრთელები ხო ანუ ამაზე ვსაუბრობ მე რომ როდესაც ამდენი მსგავსება არის ამ ორ სუბიექტ შორის არსებობს თანამშრომლობა არსებობს სტილისტური მსგავსება კონკრეტულ მიმართულებებში ხო ჩემთვის კი ქართული ოცნება ძალიან ცუდია იმიტომ რომ პრორუსულია ნაციონალური მოძრაობა შედარებით უკეთესია რადგან პროევროპულია თუმცა ქვეყნის მართვის სტილში ასე ვთქვათ ძალიან გავს ეს ორი პარტია ერთმანეთს და მე და ჩემ გუნდს და არა მარტო ჩემ გუნდს სხვებსაც ნუ სხვების მაგივრად მაინც არ ვისაუბრებ ჩემ გუნდზე დავრჩები რომ სწორედ ეს გვაქვს სწორედ ეს არის ის არგუმენტები რის გამოც არ მოგწონს არც დღევანდელი ნაცმოძრაობა არ მოგწონდა არც 10 წლის და არც 3 წლის გასაგებია. მოდი გადავიდეთ 20 წუთიან საერთო დისკუსიაზე. ბევრი გექნებათ ერთმანეთისთვის საპასუხო, ესე მგონია და მოდი ლევან შენც დავიწყოთ, რადგან ბოლოს უკამ დაასრულა საუბარი. აი ბოდიში რომ აქ ერთმანეთს შეგვიძლია რომ თქვათ ლევან რაღაც ისახს მე ჩავთვალ. ოკეი. პირდაპირ ინტერვიუს. ეხა ჩავთვალ. ნახეთ. პირველი რაც შემიძლია ვთქვა არის რომ რაღაცაში რო ემთხვევი პირობითად კონკრეტულ ერთ საკითხში ეს არ ნიშნავს რომ ამასთან მუდმივი დაპარალელება და შეწებება არის სწორი. ანუ მაგალითად შენ ორგანიზაციაზე არ ვიტყვი, მაგრამ რომელიმე ჩვენი მეგობრების ორგანიზაცია რო დაემთხვეს იმ ნარატივს, რასაც ქართული ოცნება აჟღერებს. უნდა ვთქვათ, რომ ეს რა კოც რაღაცური ანუ ერთ რაღაცაში თუ ემთხვევი არ ნიშნავს რომ 100 რაღაცაში რო განსხვავდები, მაინც და მაინც იმ ერთზე იყოს ფოკუსი გასწორებული. აი მაგალითად ეხა ნახე ბოდიში ლევან აი მაგალითის რომ მოვიყვანოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ჩემს არის ძალიან მიუღებელი. თუმცა აი მაგალითად ლელო რომ პარტია რომელიც ქართულ ოცნებას ჩემი აზრით ემთხვევა მხოლოდ იმაში რომ მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში, მათ შორის თქვენი პარტიისგანაც ხდება ძალიან სერიოზული კრიტიკა. და თუ ერთ რაღაცაში დამთხვევა და ეს რაღაც გაქოცებასთან ტოლობის დასმა არ არის მიღებული, მაშინ იგივე მოცემულობაში რატო ვაყენებ სხვა ხალხს? აქ არის არსებითი სხვაობა. როდესაც შენ ახსენე 7 ნოემბერი და 26 მაისი, მე ხაი განხილვაში არ შევა ლეგიტიმაციის საკითხზე და ასე შემდეგ. ეგ არ არის ჩემი საქმე, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი ვარ, ორი რაღაცა მიმსუბუქებს მდგომარეობას. პირველი არის, რომ 7 ნოემბერს საქართველოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა და პრეზიდენტი გადადგა. 28 ნოემბრის შემდეგ რამდენჯერ დაარბია ქართულმა ოცნებამ, 7 ნოემბერი რამდენჯერ დატრიალდა, ტექნიკური თვალსაზრისით რო თქვა, 7 ნოემბერზე უარესი ჩემი აზრით. ანუ ლეგიტიმ იქ არ შევდივარ რა განხილვაში. დიდი სხვაობა არის პროდასავლური აქციის დარბევასა და საეჭვო აქციის დარბევას შორის მსუბუქად რო ვთქვა. მაგრამ 7 ნოემბრის საღამოს პრეზიდენტი გადადგა და 2 წელი შეიმცირა ვადა და ხელისუფლება დაუბრუნა ხალხს. ქართულმა ოცნებამ ერთი პოლიციელი არ გაუშვეს სამსახურიდან. ერთი წამბლად. მეორე თუ კი ეს რაღაც შეცდომების და კრიტიკული მასა შეიკრა ქვეყანაში, რომელსაც არ უნდოდა რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გაგრძელებულიყო. 2012 წლის 1 ოქტომბერი რა იყო? საქართველოს და არამხოლოდ საქართველოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა ჯერჯერობით სამწუხაროდ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების. ეს დემოკრატიის ტესტია, ეს არ უნდა ამადლო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ვინმეს, რომ ხელისუფლება გადააბარა, ეგ ისედაც ესეა. თუ დემოკრატიულობაზე გააქვს პრეტენზია, ხელისუფლება უნდა გადააბარო, როცა წააგებ, მაგრამ ესენი არ აბარებენ. არ მიდის კაცი, წააგო არ მიდის. და ხა იმასთან ერთ სიბრტყეში ყოფნა არ არის სწორი. ეხლა რაც შეეხება ძალოვან სისტემას და სასამართლო სისტემას, მე დასაწყისში ვწვე აღანიშნე. ნაციონალური მოძრაობის მთავარი ხას უსვამ ჩემთვის, მთავარი შეცდომა, რომელიც დანაშაულს უდრის, არის სასამართლო სისტემის არ შექმნა. ეს არის ყოველგვარი მოკვლევის გარეშე ვამბობ.
მაშინდელი რიგითი მოსამართლეები დღეს გახდნენ ქურუმი მოსამართლეები, რომლებიც მე და ჩემი მეგობრებს, მე ხარ აშედარება ჩემ ჯარიმებ, მაგრამ ჩემი მეგობრები ამ წუთას ციხეში შედან იმის გამო, რომ ესეთ უნამუსო ადამიანები არიან სასამართლო სისტემაში. მათი დაწინაურება ხდება, იგივე თარგზე მოჭრა ხდება. თუკი ოღონდ, აი ნახეთ, ჩემი სხვაობა რა არის, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წინამიდგომა შორის და მე ზუკასაც მარტო მონოლოგში ვარ გამომივიდეს. არის ის, რომ ყველაზე ნაკლებად მე იყო კლიშე პარტიაში, რომ ის შეცდომები, რაც იყო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მოდი ამაზე არ ვისაუბროთ. ეს იყო შეცდომა, მაგრამ უფრო დიდი შეცდომა რა არის, იცით? იმაზე არ საუბარი, მე ყოველთვის საუბრობდი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც, ჩემი ხედვა მაქვს და ვისაც აინტერესებს, ყოველთვის გავაცნობ. არის ის, რომ აი კარგი არ გამოვიდა მაშინ სასამართლო სისტემა. ეხლა როგორი ხედვა გაქვს? ანუ სასამართლო სისტემა, აი როცა ამბობ, რომ შენი ხელისუფლებიდან წასვლის მთავარი მიზეზი ერთ-ერთი იყო, სასამართლო სისტემა არ ქონდა ჯანსაღი, მაშინ შენ უნდა ქონდეს პრეტენზია, რომ ეხლა ქონდეს წარმოდგენილი დოკუმენტი, რომ რა აი ესეთი იქნება ჯანსაღი სასამართლო სისტემა, ეს იქნება დამზღვევი და ეს იქნება ის, რომ ამ ქვეყანაში იგივე არ მოხდება სასამართლოსთან დაკავშირებით. ძალოვან სისტემაზეც კი პასუხებ, ძალოვან სისტემაზე შემიძლია ის თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო 160,000 საჯარო მოხელე, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იქიდან რა პროცენტი იყო ნაძირალა. ახლაც ესე მიმაჩნია, რომ ქართულ ოცნებას ყავს, მე მგონი 2-ჯერ მეტი, არ ვიცი. ვერ დავაფაქტ-ჩეკებ, ზუსტად არ ვიცი რამდენი არის, მაგრამ იქაც უამრავი ღირსეული ადამიანია და დრო რო გავა, არ მინდა რომ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ყველა ქოცია. მაგრამ მე მესმის ზუკა რასაც ამბობს, რომ აი მაგალითად ხარებას გვარი იქაც ტრიალებს, ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგის პროცესში, შექმნის პროცესში არასდროს არ ქონიათ არსებითი გავლენა. დღეს ესეც მივიღეთ, რომ მაგნიცკის სიაში შეყვანილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. ამ ვითარებამდე მიიყვანეს ეს ადამიანებიც, რა თქმა უნდა, ხელის ბიჭების ყოლა ყველას მოწონს, მაგრამ 20 კაცის გაიგივება, მათ შორის მთლიან ბიუროკრატიულ აპარატზეც ესეც არასწორი მგონია რაღაცა. ზუკას რომ იცით სიტყვა. ის ახლა ყოველ დღე მონაწილეები ვიყავით, ყოველ დღე იყო კუბში აყვანილი 7 ნოემბერი 28 ნოემბრიდან მე მგონი იანვრის ჩათვლით. არა, მესმის ახლა რასაც იძახი დიცილად და მაგაში, ანუ ჩვენ მაგაზე მე მგონი თანხმდებით ყველა, რომ ქართული ოცნების, რა ვიცი, ნოემბრიდან მოყოლებული ასე ვთქვათ ტრაექტორია, ისე როგორც მიდის და საბოლოოდ სადაც მივა, ნაცმოძრაობა ეგეთი არასდროს არ ყოფილა. თუმცა ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ როდესაც ამბიცია აქვს ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას არ აქვს ამის ამბიცია რეალურად, ხო? რომ არის ევროპული დონის ხელისუფლება, მაშინ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ხო, სწორი? კარგი იქენი რომ სასამართლოზე გამახვილე ყურადღება, იმიტომ რომ ჩემ 5 წუთში მე არ მისაუბრია სასამართლოზე, ეხლა ვაპირებდი საუბარს, რომ სასამართლოში ზუსტად იგივე პრობლემებს ვხვდებით, რა პრობლემებსაც ვხვდებით ძალოვან სტრუქტურებში და რა პრობლემებსაც ვხვდებით თუნდაც საქართველოს პარლამენტში. რომ ზუსტად იგივე სახელები და გვარები ზუსტად იგივე დავალებებს ასრულებენ, ოღონდ სხვა ადამიანისგან. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მიხარია, რომ ლევან სანიკიძე იძახის, რომ ეს იყო შეცდომა, არ იყო სწორი და იაზრებს იმას, რომ რაღაცა პარტიაში, პარტიის ხედვაში შესაძლებელი. ჩემთვის ძალიან მისაღებია ეს. თუმცა იმის თქმაც შემიძლია, რომ მე, რომელიც არასდროს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაქვს ბოდიში მოხდილი საქართველოს საზოგადოებისთვის, საზოგადოების მაუწყების ეთერიდან, იმიტომ რომ ის კატეგორია ხალხის, რომელიც ჩვენ გვერდში არ გვიდგება დღემდე, დიდწილად იმიტომ არ გვიდგება გვერდში, რომ ნაცმოძრაობის დროს აქვს ისეთი რაღაც ნანახი, რასაც ვერ ხარშავს და ვერ აძლევს საკუთარ თავს საშუალებას აპატიოს ეს ნაციონალური მოძრაობის დროინდელ ხელისუფლებას, ხო? კი, ეს შეიძლება იყოს პრობლემა ძალიან სერიოზული მათივე ამ ადამიანების, თუმცა მეორეს მხრივ მე არ შემიძლია ეხლა რომ ის 7 ნოემბრის დარბევა, რომელზეც მე არ ყოფილა და არ ვიცი იქ რა ხდებოდა, შეიძლება არც ისეთი ცუდი იყო, როგორც იძახიან, შეიძლება ბევრად უარესი იყო, როგორც იძახიან და ნუ ეხლა კადრების დონეზე რასაც ვხედავ, დაახლოებით იგივე იყო, რაც იყო, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ ნოემბერ-დეკემბერში.
მე რაც განვიცადე პირადად ჩემ თავზე და დარწმუნებული ვარ ანასაც და ლევანსაც ზუსტად ამის გამო ცხოვრებაში ვერასოდეს ვერ ვაპატიებ მე ქართულ ოცნებას იმას რაც მოგვიწყვეს ნოემბერში და დეკემბერში. ამას პლუს დამატებული რომ ნაციონალური მოძრაობის დროსაც რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრები თუ არა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები არაერთი იყვნენ იგივე მოცემულობის წინაშე ვარ დღეს ხო ჩვენი მეგობარი მაგალითად საბა ხვითარიძე რომელიც ჩემი პარტნიორი იყო ჯერ კიდევ 2 წლის წინ როდესაც შემოვედ თუ 3 წლის წინ ამ სივრცეში და იმის შემდეგ ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთე ერთად და ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო და წინა საარჩევნო და არჩევნების შემდეგაც მთელი თავისი ცხოვრება მიძღვნილი ქონდა იმისკენ რომ ხელისუფლება შეცვლილიყო. დღეს ის ციხეში. ეხლა მე როგორც ერთი მოქალაქე და უსამართლოდ რა თქმა უნდა. მე როგორც ერთმა მოქალაქემ რომელიც ვარ ჩართული აქტიურად ამ პროცესში, როგორ შემიძლია მე ვაპატიო ქართულ ოცნებას რომ საბა ხვითარიძე თუნდაც 9 თვით თუ 8 თვით რაც გავიდა მის დაკავებიდან ციხეში გამოკეტა და არაძლევს საშუალებას იყოს თავის ოჯახთან ერთად. მე ხო ეს არ შემიძლია. ანუ ზუსტად აქედან გამომდინარე მიზანზე რო გამახვილ ყურადღება ეგეც მინდა რომ აი ეს რას გაძლევთ მაგალითად ვიდეოს დაწყება იმით რომ ნაცქოცებს ერთად ახსენებთ. აი კონკრეტულად რას შენას საიტკენაც მივიძგებ რაც გინდა რომ თქვა, მაგრამ ეს ესე არ არის. ანუ მე არ ვთვლი იმას რომ ჩვენ ამას ამიტომ არ ვაკეთებთ რეალურად რომ რაღაც კონკრეტული სეგმენტი მოვიზიდოთ ჩვენკენ. ეს თუ თავისთავად ხდება, ეს ძალიან კარგია და მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ პროდასალურ ძალას ამ ქვეყანაში თავს ხო არიცავთ იმისგან, რაც შეიძლება მე კომენტარებში წავიდეს რომ ნაცები ხართ და პირადად ფინანს არ გაქვთ გაწერილი კომენტარებში, ანუ ნახე კომენტარებში ჩვენ კომენტარებს თუ ჩაიხედო, ბევრად გამომწერი ვარ თქვენი გვერდის კი. ბევრად უფრო უარეს რაღაცებს გვიწერენ, ვიდრე ის რომ ნაცები ვართ. და ეს ჩემს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეხლა ზუსტად ვიცი ეს სისტემა როგორც ტროლბოტების სისტემა როგორ მუშაობს, ვიცი ზეპირად, იმიტომ რომ 3 წლის მანძილზე თითქმის ყოველდღიურად ჩემს თანაგუნდელებზე ხდება შემოტევა, იმიტომ რომ ვაზღერებ ისეთ აზრს, რომელიც ქართულ ოცნებას არ მოწონს. ეს ჩემს ფაქტორი საერთოდ არ არის და ჩემი მიზანი არ ყოფილა ის რომ ნაციონალური მოძრაობის ლანძღვის ან ქართული ოცნების ლანძღვის ხარჯზე მე ვიღაცა ადამიანმა შემოხედოს და იფიქროს რომ ვაიმე ამათთან შედარებით ეს რა კაი ბიჭია. ეს მე არ მაინტერესებს. ჩემთვის მიზანი ყოველთვის იყო პირველივე დღიდან ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნებიდან, რომ ფაქტებზე დაფუძნებული სიმართლე ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე რა თემაზეც გადავწყვეტ რომ არის მნიშვნელოვანი საუბარი. ამიტომ ის თემები კი აი დავასრულებ და ლევანსაც ვაცადოთ საუბარი. ანუ ის თემები რომელზეც ჩვენ საუბრობთ, თუნდაც ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების გაიგივება რიგ საკითხებში, თუნდაც ის რომ რა პრობლემების დგას დღეს ქართულ ზოგადად სივრცეში, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს იქნება ჰუმანიტარული პრობლემები, რომლის წინაშე გავართ რეალურად, ხო? ეს იქნება საკითხები ბარემ ბოდიში ლევანთან. აი ეს სტრატეგიულად რამდენად აწყობს ზოგადად საზოგადოებას? აი რამდენად გასაგებია თქვენი პოზიცია და გასაგებია ის თუ რატო აკეთებთ, მაგრამ სტრატეგიულად რამდენად მოგებული რჩებით თქვენც და ამით საზოგადოებას. აი ხელი ხო არ ეშლება საერთო პროცესს ამით. ხო და აი რატო შეიძლება? იმით რომ მე კონკრეტულ რაღაც საკითხზე ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება გავაიგივო ერთმანეთთან, რაც ეხლა ავხსენი უკვე რატომაც გვარან ერთმანეთს, რატომ შეიძლება ამით საერთო პროცესს ხელი შეეშალოს. ანუ ჩვენ მოდი იმაზე თუ თანხმდებით რომ ნაცმოძრაობას ყავ, ეს კიდე ძალიან ესეთი თემა ფართო რომელს არ მინდა მე ამაზე განდივცობ კითხვას შემკითხვაში და ეხლა ლევანს მივწერთ რომ მოდი უცებ დავასრულებ. ამაზე არა, აი უცებ დავასრულებ და მე აი თქვა ნაცმოძრაობას ყავს საკუთარი ამომრჩეველი, ხო? და მე დარწმუნებულია რომ თუ ის ადამიანები ფიქრობენ რომ რაღაც ამ ორ სუბიექტ შორის არანაირი ტოლობის ნიშანი არ ზის, ჩემი ლაპარაკით მე არ ვფიქრობ რომ ეს ადამიანი ნაცმოძრაობის მხარდაჭერებას გადაიფიქრებს, ხო სწორია? ანუ მე თუ ამას გავაკეთებ და ვიღაცა დაინახავს რომ აი შეიძლება ადამიანი რომელსაც არ მოწონს ქართული ოცნება და არის ნაციონალური მოძრაობა, ის თუ თავისთავად წამოვა და დასავლურ რომელიმე ძალას დაუჭერს მხარს, მე ვერ ხვდები რა მომენტში შეიძლება იყოს ეს საერთო პროცესისთვის საზიანო. ის რომ ნაცმოძრაობის რეიტინგს მე არ ვღელობ ნაცმოძრაობის არც პიარს და არც რეიტინგს, იმიტომ რომ მე ეს არ მეხება, ხო? როგორც ლევანმა აღნიშნა, კიდე რა ვიცი შემიძლია 1000 რჩევა მივცე 2012 წლიდან მოყოლებული, როგორ შეეძლოთ იმ პროპაგანდასთან ბრძოლა, რამაც მიიყვანა საბოლოოდ აი იმ ნიშნულამდე, სადაც დღეს მოსულები არიან, მაგრამ ანუ მე ვერ ვხედავ იმას, რომ ჩემი საუბრით შეიძლება ნებისმიერ შეიძლება ნაცმოძრაობა დაზიანდეს და ეს არ არის მე არ ვარ ნაცმოძრაობის დამცველი რომ ამაზე ვინერვულო ნაცმოძრაობა როდის მაგრამ საერთო პროცესი საერთო პროცესი არ ზიანდება მიზნამდე შეგვიძლია მივიდეთ ისე რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩვენთან და ვიღაცის თვალში ვინც არასდროს არ მიცემდა მაინც ნაცმოძრაობას ხმას ის ადამიანი შეიძლება იყოს ამომრჩეველი ნებისმიერი სხვა პროევროპული პარტიის რასაც ნაცმოძრაობას აკეთებდა წინა საარჩევნო 2024 წელს ხო სწორია ეს
ესე იგი, რამდენიმე საკითხი მოვინიშნე. პირველი, მაინც 7 ნოემბერს შევეხებოდი, რომ რაც აღნიშნე, რომ შეიძლება მაშინ 7 ნოემბერს ვინც აქციაზე იყო, დღეს გაუჭირდეს, რომ ამ აქციაზე მოვიდეს. ნახე, სხვანაირად საკითხი არის სახელმწიფოებრიობის შესახებ ვსჯელობ ჩვენ. ნორმალური არჩევნები რო იყოს, ნორმალური ვითარება რო იყოს ქვეყანაში, საერთოდ არ არის ეს რა ქვია, ნეკი-ნეკისა არ ჭირდება ოპოზიციას, რომ შევრიგდეთ და ერთად ვიყოთ, მაგრამ სახელმწიფოებრიობის რაღაც გაუქმების ზღვარზე ვართ მისულებით. ახლა ნამდვილად აქვს ნაციონალურ მოძრაობას იმის პრეტენზია, რომ ამ სახელმწიფოს ინსტიტუტების მთავარი ფუძემდებელია და ახლა 7 ნოემბერზე ახლა ესე შეიძლება ნებისმიერ მეორე მხარემაც იდაოს, რომ დიდი სხვაობა არის, მაგალითად 20 ივნისს და 7 ნოემბერს შორის და 20 ივნისის ავტორი თუ რაღაცა წელგამართული დადის მისი პარტიით რუსთაველის გამზირზე, ამასთან დაკავშირებით რატო არ შეიძლება იგივე დიქოტომიური ვიდეოების კეთება. მაგალითად, იგივე სასამართლო სისტემა და იგივე ძალოვანი სისტემა ემსახურებოდა თუ არა, აი ნახეთ, არა, შეხარ მარტივად არის ჩემთვის საკითხი რა. სალომე ზურაბიშვილი სანამ ოპოზიციაში გადმოვიდოდა იგივე სასამართლო სისტემას ხო იტანდა და იგივე ძალოვან სისტემას ხო იტანდა და იგივე 20 ივნისს ხო იტანდა. მასთან რატო არ არის ესეთი პრეტენზიები? იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობდა მაგ სისტემის შექმნაში. მაგრამ ამ სისტემის 20 ივნისი? 20 ივნისთან მიმართებაში ვერ მოხდა. კი, შეიძლება. ძალიან 7 ნოემბერი ისმის. შენ ახლა იძახი რომ 20 ივნისი 7 ნოემბერი რომ ის ნებისმიერ ქმედებაზე, როდესაც ის ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ძალიან კარგად იცის შენც, მეც და დარწმუნებული ვარ. ამას ჩვენი პოზიცია. 7 ნოემბერს ვახსენებ როგორც მუდმივ ტკივილს, რომელიც ბევრისთვის არის გადაულახავი. აქეთ ამ ხარეს ბევრი თუ 20 ივნისს ლახავს, სადაც 20 ივნისი იყო პირველი პროდასალური აქცია საქართველოს ისტორიაში, რომელიც დაირღვა. ახლა ბადრი პატარკაციშვილის ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ასევე რუსი ოლიგარქი იყო, სხვა საკითხია ლეგიტიმაციაში არ შევდივარ თქო და იქ თუ ადამიანის უფლებების დარღვევა იყო, საღამოს პრეზიდენტი გადადგა, აქ ერთი პოლიციელი არ გადამდგარა და არავის პასუხისმგებლობა არ აუღია ნაციონალური მოძრაობის და პირდაპირის და ირიბის და ეგრე რო კითხო ნახევარი ადამიანების ვინც აქციაზე დადის და ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერია და სულ ტყვილა მიათრიეს აი ამ სიტყვის მნიშვნელობით პროკურატურაში მასაც ძალიან გაუჭირდება იმ ყოფილ ქოცებთან დგომა რომლებმაც იქ მიათრიეს მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი არ არის აწყობილი იმაზე რომ შენ ხარ ყოფილი ქოცი შენ ხარ ქოც-ქოცი შენ ხარ გახ-ქოცი შენ ხარ ლელ-ქოცი აი ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი და არასდროს არ ყოფილა რა არა ნაციონალურ მოძრაობის ევროპულ საქართველოს რო გამოიყო ნაციონალურ მოძრაობას ევროპულ საქართველოს ნაცმოძრაობის წევრები ეძახდნენ ევროკოცებს ნაცმოძრაობის წევრები ხო რომლებსაც ჰქონდათ ეს ტკივილი ჰქონდათ და ნახევარი ევროპული საქართველოს ვინც იყო უკან დაბრუნდა რომელიც ამ თემაზე საუბრობს ეხლა რაზე ჩემი მეკავანთები რომ მე არ მაქვს იმაზე რა ქვია გართულება და არ გვაქვს არა უბრალოდ რა არის მესმის ეს შენასაც ეძახი არ ჩვენ არ გვაქვს ჩაჭერა არც ერთ თემაზე. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ ფაქტებს, აქამდე საუხსენებ. როცა მნიშვნელოვანი რაღაცა იკვეთება, მაშინ არ შემიძლია მე რომ ვიღაცას ხელი დავაფარო, იმიტომ რომ თან ანუ არც იმას არ ვხედავ რომ საერთო პროცესი ზიანდება. მე მაგაზე მივიდოდ, მე ხომ მივდივარ მაგაზე. მე მიმაჩნია რომ ცალსახად მე მიმაჩნია რომ ცალსახად საერთო პროცესი ზიანდება, იმიტომ რომ დიდი სიამოვნებით ხშირად რაღაცა თქვენს მიერ ჩაწერილ TikTok-ს ან რაღაცა Reels აი 10-დან 8-ს ვეთანხმები რა, რომელიც ურბანულ საკითხებზე ის არის, მაგრამ ქართული ოცნების განტევების თავარი ვაცი რო არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც უპირებენ გაუქმებას, რომელსაც უპირებენ აკრძალვას, რომლის ლიდერებსაც დევნიან, რომელსაც არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ ვლადიმერ პუტინით სახელობითად ებრძვის, რომლის წარმომადგენლებიც ახლა ძალიან წარმატებულად მოღვაწეობენ უკრაინაში, ესეთი პარტია რო არის და დიქოტომიაში მუდმივად, აი თვითონ ტერმინთანაც მაქვს რა პრობლემა, ნაცქოცი. შეიძლება ანუ მე ხა სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა ჩემი საქმე საერთოდ არ არის. უბრალოდ მაგალითად რო თქვა რომ სამწუხაროდ ეს სასამართლო სისტემა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მიერ იქნა შემაგრებული, არის სხვა ამბავი, მაგრამ ვიდეო რო იწყება და ნებისმიერი ეთერი ხა თქვენ კიდე ნაკლებად, მაგრამ რაღაც სეგმენტი არსებობს მარტო ამაზე ოპერირებს. რო აი პარალელი აუ ფაქტ ჩეკინგი ხო არ არის გავიგე რომ ლევან მურუსიძე იყო ჩემი პრეტენზია არის ის რომ სანამ მე ვარ ნაციონალურ მოძრაობაში სანამ მე და ჩემი მეგობრები წარმოვადგენთ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლო სისტემაში ვერ იქნება ის რაც აქამდე იყო
და ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი მემკვიდრეობის პოლიტიკური ორგანიზაცია, იმიტომ რომ ამ ქვეყანას პარტიების თვალსაზრისით ძალიან ცუდი მემკვიდრეობა აქვს, იმიტომ რომ რგვალი მაგიდა საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მერე აღარ არის, მოკავშირემა ვერ გაუძლო ოპოზიციაში გადასვლას, ნაციონალური მოძრაობა იყო ოპოზიციაში, გაყავდა არჩევნები, მოვიდა რევოლუციით, მერე მართა ხელისუფლება, დანიშნა ვადამდელი არჩევნები, მერე წააგო არჩევნები, გადააბარა და ახლაც იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად კოალიციური გზით. ამას ხაზს უსვამ. იმიტომ რომ მეც მიმაჩნია, რომ საქართველოში დგას ის ეპოქა, რომ კოალიციური მმართველობა საპარლამენტო სისტემაში აუცილებლად უნდა გამოიცადოს და ამასთანავე ის შიშები მე ბევრისთვის ესე ამიხსნა, გარდა იმისა, რომ ხა თუ ჩემი ნდობა არა აქვს, ვიღაცა ირაკლი ფაულიანიშვილის, იგორ ნარმანის ნდობა არა აქვს, რომ მაგალითად სიტყვას დავიცავ რა, აი სასამართლო რეფორმას. წინა წლებში აი სასამართლო სისტემასთან და სხვადასხვა სისტემებთან დაკავშირებით ევროკავშირის დარი გარანტორი არ იყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ სწრაფი ინტეგრაცია მოგვეხდინა ნატოსა და ევროკავშირში. მათი მხრიდან საქართველოში აი ამ დონის ჩართულობა, რომ აი ოღონდ რამე გამოგივიდეთ და ოღონდ ესქენთ, ოღონდ ის არ იყო. მერკელის პირობებში მით უმეტეს არ იყო და ახლა, როდესაც უამრავი მძღვეველია, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რაიმე ტიპის ტერმინში მე და შალვა რამიშვილი აღმოჩნდეთ ერთად. სამართლიან მოთხოვნად მიმაჩნია. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ზუკა რასაც ამბობს, მე მაგალითად მომისმენია პოზიტივიზე, მე ხო არ დავიწყებ, რომ სართული და პოზიტივი ერთ და იგივე ნარატივზე შეხედან. მაინც არ რას გულისხმობ, მაგრამ აი კონკრეტულად მე რასაც ვამბობ, მაგრამ რა არის, შეხედე ვიქტიმიზაციას, ნაციონალური მოძრაობის ვიქტიმიზაციას უწყობს ხელს. იმიტომ რომ როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ასობით 1000 ამომრჩეველი ყავს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელმაც გაიარა ჯოჯოხეთი ოპოზიციაში ყოფნის დროს, აი რაც კი შეიძლება რომ პარტიას მოუვიდეს, ყველაფერი მოუვიდა. ანუ ლევან, მოდი შენ მეუბნები, რომ ნაცმოძრაობის კრიტიკა. ხუთ წუთი დავამატებ. ანუ ხო, რეალურად ახლა ჩვენ კრიტიკასთან მუდმივ პარალელში ყოფნა. მუდმივ ერთ წუთი. აი მაგალითად ვიდეო შეხედე ამას კითხავ და მე ნახე აი ამას კითხავ. მაგალითად ხომ აჟღერებ პოზიციას, რომ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების პრობლემა და დანაშაული თუ რაც გინდა დაარგვის სასამართლოსთან მიმართებაში აქ ტოლობის ნიშნის გავლენა შესაძლებელი. ხო აჟღერებ. ამის მიღმა ხო არის 100 საკითხი, სადაც ჩვენ და ქოცებს შორის ტოლობის ნიშანი არ არის. ამას ხო არ აჟღერებ. მაგას რატო აქვს მნიშვნელობა? ანუ მარტო აჭერ იმაზე, სადაც ვემთხვევი. აი ხო, ანუ მაგალითად რო თქვა, რომ განათლების სისტემა, რომელსაც ქართული ოცნება ანგრევს, ნაციონალურ მოძრაობას არ დაუნგრევია და პირიქით, შეიძლება მე ვთქვა, რომ ეს ის არის. უბრალოდ მე მგონია, რომ აი ოღონდ სადმე კოცთან შეგვადა, რომ აი ეგ ის არის. ანუ ჩვენგან მოდი შენთვის ეგ დაბეჭდილება, რომ ჩვენი მიზანია, რომ თქვენ და ქოცები გაგაიგივოთ და ამის ხარჯზე რაღაცა, ანუ რა უნდა მოხდეს. ანუ ეგ ქმნის კლასიკურ შუაშიზმს საქართველოში. ანუ შენი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ შუაში დავრჩეთ, თქვენ და ქოცებს გაიგივოთ ერთმანეთთან. ნიშნულოვან წილად. ანუ აი მოდი ხა ესე შევხედოთ საკითხს რა პირველ რიგში მე მგონი არგუმენტირებულად გითხარი ზუსტად რა ბმები არის ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას და რამდენი და ხო არ არის კიდე ერთი ამდენი ხო არ არის კი არა 300 ხო არა ძალიან ბევრ რაღაცა აი როგორ რაღაცას მეუბნები ხა იცი რომ თქვათ რატო არ გვაქებ ჩვენ იმაზე რაც მაშინ კარგად მოხდაო და ცუძე რატო არა უბრალოდ ნახე მე მინდა შენგან მოვისმინო რომ ნაციონალური მოძრაობის და ქოცების პარალელები მისაღები არის მაშინ როცა ცუდია მომხდარი და პარალელის არ გავლება, როცა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია არ მოსულა. რადიკალურად აი მაგალითად რას გულისხმობ ხა მე ამ გადაცემის დასაწყისში ვთქვი რომ თქვათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაცმოძრაობის მუშაობა ბევრად უფრო ეფექტური იყო ვიდრე ქართული ოცნებისა. ქართულ ოცნებას მიუყავართ პირდაპირ რუსეთში და ცდილობენ რა ვიცი ჩვენი ეროვნული იდენტობის შელახვას. გასაგებია ეს მესმის, ამაზე ხო თანხმდებით მეც და შენც. ამაზე საუბრობ ეხა ხო არ ვლაპარაკობთ მე და შენ ცალკე საჯარო ანუ ერთიან ანუ ტოლობის ნიშანი მე მაგაზე არა რაღაცეებში არ არის მაგრამ ცუდი და პრობლემა უმრავლესობაში. კაი მოდი ესე მივუდგეთ. ნაცმოძრაობა რატო გადაირჩია 2012 წელს ხალხმა? ანუ თავარი რა სასამართლო სისტემის გამო სტრუქტურები და ზოგადი უსამართლობა რის ფონზეც სასამართლო სისტემა რო ყოფილიყო ყველაფერი დაიზღვეოდა რაც კი შეიძლება ყოფილიყო. თავარი პრობლემა სასამართლო სისტემა იყო რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოოდ ანუ საზოგადოებაში განწყობა იყო რომ ნაციონალური მოძრაობა ატერორებდა საზოგადოებას სხვადასხვა გზებით. არაერთხელ მოგვისმენია მეც, შენც, ყველას ეს მსგავსი ნარატივი, იმიტომ რომ რეალურად ეხლა მე სადაც ვცხოვრობ, ვაჟა-ფშაველაზე ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი რომ ნახევარზე
მეტი ჩემი უბნელი ახალგაზრდები იმ დროინდელი პირობის საჯელზე იყვნენ მარიხუანას მოხმარების გამო, მაგალითად. და ნარკოპოლიტიკა იყო ძალიან სერიოზული პრობლემა 2010 წლიდან, თუმცა 2008 წლიდან. მე ვიტყოდი რომ 2008 წელი გეთანხმები, მაგრამ შემდეგ უკვე შეიძლება. ეხლა ის რომ 2003 წელს ის რეალობა არ უნდა დარჩენილიყო 4-ში და 5-ში რომ მე და შენ ისეთ სადარბაზოებში არ გავძილიყავით, სადაც იჩხერდნენ, მაგაში გეთანხმები, მაგრამ მეორე მაგაში მე გეთანხმები რომ მე უნდა შენსობრ იცი რა არის ლევან მე მგონი მე მივხვდი ზუკას პოზიციას უბრალოდ ახლა კონკრეტულად რისი არა მე ისეთ ორივე მხარის ბევრ არგუმენტს ვიზიარებ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ როცა აიუბნები რატომ არ აღნიშნავ დადებით მხარეებს ამაში რატომ არ ედრები და უბრალოდ ადრე პროცესს ჩემი თვითმიზანი საერთოდ არ არის რომ ზუკა მაქვს უბრალოდ მე ჩემი მიზანი კი არ არის ჩემი თხოვნა არის რომ ვიქტიმიზაცია ანუ პარტიის რომელსაც ებრძვის კრემლი ბიძინა პროპაგანდა ყველა არ მიეხმაროს ზუკას. საქმე იმაშია რომ ზუკას და მის მოძრაობას უწევს ვიდეოების ჩაწერა, პოზიციების დაფიქსირება იმ პრობლემებზე, ძირითადად რაც ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობასაც. ჯერჯერობით მე მგონი არ ყოფილა ესეთი სიტუაცია, სადაც ანუ უბრალოდ მე მგონი საჭიროება არ ჩანს იმის რომ იმის სიკეთეებზე ილაპარაკო არ აი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე ამათ ქონდათ სანაკებო ვიდეოები. და 12 სართულს 12 პუნქტის შესრულებაზე, ასე შემდეგ, განათლების რეფორმაზეც, რიგ საკითხებზეც. უბრალოდ ჩემთვის რა არის, იცით? არსებითი სხვაობა არის, როდესაც პოლიტიკური პარტია ან ადამიანები, რომლებიც მეც მსურს, რომ უფრო ფართოდ იყვნენ პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. ეხლა როცა პოზიციონირებ, ეხლა მეც მაგალითად შეუძლებელად მიმაჩნია, რომ რაღაც იდენტობა აიშენო ისე, რომ ხანდახან ქართულ ოცნებას არ ესროლო ცოტა ტალახი და ხანდახან ნაციონალურ მოძრაობას მესმის, განა არ მესმის. პოლიტსტრატეგიაც მესმის. უბრალოდ როდესაც ესეთი ჩვენი ან როგორ სტრატეგია მას არ განვიხილავ. მე ესე ვხედავ. ხო და არ არის, ანუ ნახე მე რას გეუბნები. არის საკითხები, რომელიც არის პრობლემა და რომელიც დიდი ხანია ჩვენ ქვეყანაში არის პრობლემა. ზუსტად მაგიტო დაგისწრებენ ეკითხო, რატო გადაირჩია ქართულმა სასამართლოს სერიოზული ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენთვის ეს არის მთავარი მიზეზი და ნუ გარდა ამისა არის რაღაცა სხვა ფაქტორებიც, რომელზეც ახლა რო შევიდეთ კიდე ბევრი უნდა საარჩევნო დაპირებების გამო, ინსენტივების გამო, ზოგადი გადაღლის გამო. მოდი ახლა ქართული ოცნების მხარეს ძალიან ძლიერი პროპაგანდა მუშაობდა 2012 წელს და ეს კიდე ცალკე საკითხი. უბრალოდ მე რაზეც მინდა საუბარი იმაზე რომ ვისაუბრებ. და რაც თავია რუსული ინტერვენციის გამო. მე მაინც მემაჩნია. ესეთი საკითხები, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე არის მტკივნეული, არის ზუსტად ის საკითხები, რომლებიც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობის დროს და როდესაც შენდებოდა სახელმწიფო სტრუქტურები. შევარნაძის დროს დაიწყო. მაგალითად ადამიანების გადმოგდება იმიდან რა შენობიდან. ხო, ეს კრიმინალის პრობლემა მეტად იყო ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების. მე ძალოვანი სტრუქტურა ყველაფერს ნახე მე რას გეუბნები. ძალოვანი სტრუქტურები ხრეტდნენ აქციებს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერს. შევარნაძის დროს 1992 წლის ორთებეროს და მე ის ხალხი ხდებოდა მინისტრი შევარნაძის დროს. ხედრიონელების სკული. ხედრიონელები და ხედრიონელი ასე შემდეგ. ანუ ხედრიონი თავიდან ხო არ იყო ოფიციალური ძალოვანი დარბევები არ იყო შევარნაძის დროს. არა, იყო, მაგრამ მე ასლანაბაშიძის რეჟიმი, როგორც იქცეოდა. სისტემა სახელმწიფო სისტემები როდესაც გაიმართა. ანუ ფუძემდებელი ხა მან ისეთი სიტყვა რა. დაიწყო ნაციონალური მოძრაობა არ არის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა თვითონ ამაყობდა ძალიან ბევრი წლის მანძილზე რომ ჩვენ შევქმნით ეს სტრუქტურები, ეს სისტემა ჩვენი შექმნილი არის და ეხლა ლევანი მეუბნება რომ არ იყო შევარნაძის შექმნილი რეალურად მე მაგას არა სხვა რაღაცაა თქვი შენ თქვი ძალადობა კაცო თორე აბა პოლიციელი რომ დაბანა და ჩააცვა და თამის აღება არასწავლეს ეგ სხვა ამბავი მე ვიძახი როდესაც ეს სისტემა შეიქმნა თქო ეს სისტემა რომელიც იმაზე ვთანხმდები თუ არა ის სისტემა რომელიც ვანო მერაბიშვილმა შექმნა და რომელიც დღემდე ოპერირებს არის ზუსტად ერთმანეთთან ჯაჭვით გადაბმული და არ შეცვლა იმ სისტემაში არაფერი გარდა ასე ვთქვათ ზემდგომი პირისა, პოლიტიკური თანამდებობებისა. გარდა ამისა არ შეცვლა არაფერი ზუსტად იგივენაირად ოპერირებს, როგორც ოპერირებდა 2008-ში, 7-ში, 6-ში და 11-ში. ეს ესეა თუ არა? ნახე, კრიტიკულ უმრავლესობაში კი, თუმცა ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ჩემი აზრით ეს შეცდომა იყო, რომ უკიდურესად მომართული იყო რუსეთის ინტერვენციის შიშზე, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობაში ეს იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ ვიღაცა კრიტიკულად განწყობილი ავტომატურად იყო რაღაც ფოკუსი, რომ ეს შეიძლება რუსეთის მართული იყოს. ამ შიშმა დამატებითი პრობლემები შეუქმნა ამ პარტიას. მე ესე უყურებ.
იმიტომ რომ ბევრი ადამიანი საერთოდ არ იყო რუსეთთან რაღაცა კავშირში, მაგრამ ავტომატურად სისტემა იყო მიმართული აი ამ რაღაცა რუსული ინტერვენციისგან თავის დასაცავად და სამწუხაროდ მე ეს მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკას რუსული ინტერვენციის კი და აი მაგალითად ახლა იმაში ხო და შეხედე მე იმაში გეთანხმები, მაგალითად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გეთანხმები. აი ხო ერთი დიდი სისტემის ნაწილი არის რეალურად. ანუ მე თუ ვხედავ რომ ამ დიდ სისტემას რიგ საკითხზე აქ გარღვევა, ახლა მეორე საკითხზე სადაც გარღვევა, აქ იმის გამართლების ძებნას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ ვიტყვი რომ ეს სისტემა არის ცუდი და შესაძლებელი, ხო? ანტისახელმწიფოებრივი ქართული ოცნების დროს ეს სისტემა გახდა ანტისახელმწიფოებრივი. იმაში რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ხო, ჩემს ესე ძალიან დიდი პრობლემაა. კი და ამაში ვინ არ გეთანხმება? ანუ ქართული ოცნების იმაზე ვთქვი, ქართული ოცნების პირობებში ანტისახელმწიფოებრივია ეს სისტემა და პროევროპულ აქციებს არბებს. კი, ამაზე მე არ შემოგვიმ ადამიანის უფლებების დარღვევა, ზედმეტად ძიმე ნარკოპოლიტიკა, მათ შორის შეკრებითობის პრინციპის არსებობა 2000, რა ვიცი, 8 წლის მერე, 9 წლის მერე გეთანხმები მაგაში და მოყვები. და იმიტომ რომ ანუ მე მიმაჩნია რომ ანუ შენც ხედავ ამ მსგავსებას. მსგავსებას ხედავ, მაგრამ სართulis არ ვიცი ახლა აქეთ რო დავდოთ 10 წელი რა თქმა უნდა არ პოზიციონირებდეს ამის იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და მაგითაც დავიწყე ლაპარაკი. მაგრამ აქ რო იყოს 10 ბრინჯის მარცვალი და აქეთ რო იყოს 1 ტონა განსხვავებების და 10 საერთო პოზიციონირების თვალსაზრისით მე მგონია რომ არსებითი სხვაობაა. ანუ ერთი არის პარტია, რომელსაც ამ წუთის მდგომარეობამდე აბრალებენ, რომ გლობალური ომის პარტიის ჩართულობით საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში შეუწყო ხელი რუსეთის ფედერაციას, ბოდიში აქ მოსახდელი ამწუხელი, აი ამ მდგომარეობაში ერთი პარტია და მეორე პარტია არის, ვინც აი პირდაპირ ხედავს მაგ ხელა განსხვავებას ერთ ხო და რა არის, იცი, მე მაგალითად ბევრ საკითხზე ვიკავებ თავს რა, შეიძლება სხვა ოპოზიციური პარტიები, ვინც არიან რიგ საკითხებში, ქართულ ოცნებას იმეორებდნენ, ზოგი ფინანსურ საკითხში ზოგი ყოფილი ძალოვანი იყოს ესე შემდეგ. მაგრამ ვერ ნახავთ ჩემ ვერცერთ გამოსვლას, რომელიც იწყება ამის გამიჯვნის დასაბუთებით. ანუ ჩემი მიზანი, აი მაგალითად ის მე მჯერა რომ ამ ბიჭებს და ამ გოგონებს ჩემთან ერთად და ერთად ყველას შეგვიძლია რომ არსებითად ვისაუბროთ, მათ შორის ყოველგვარი შელამაზების გარეშე, სასამართლო სისტემაში რა ხარვეზები იყო არის და როგორ უნდა მოხდეს ამის გამოსწორება. მაგრამ მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პირდაპირ მნიშვნელობის ვამბობ ამას, განან სიცოცხლის საფრთხის რისკის ქვეშ. ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, რა ვიცი, გატაცეს ქმარი, ჩვენი პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე კინაღამ მოკლეს ცემაში. ამ ადამიანებისთვის ძახილი, რომ ესა ნაცქოცურ დიქოტომიაში არიან, არ არის ეს ხალხი იქ. შეიძლება ვიღაცა ოდესმე მანამდე მათ შორის აი იმაში გეთანხმები. ჩვენი სიით გასული ხალხი, ჩვენი რა მე არ მონაწილეობ, ეს უნდა უპასუხო რა, ეს საინტერესოა. ჩვენი სიით გასული ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს, ჩემი არსებითი ერთ-ერთი მოთხოვნა რაც არის და გატარებულია და დაკმაყოფილებულია არის, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხარია, რომ უბრუნდება ღირებულებითი იდენტობის შენებას. და ეს უცებ შეკრული კოალიციები ისეთ ადამიანებთან, რომლებზეც პასუხისმგებლობას ვერ იღებ, ვის მისცემენ ხმას, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ნაციონალურ მოძრაობას. და იდენტობის ეს საკითხი არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი ნებისმიერი პარტიისთვის და როცა აი ესე ნაუცბათელად ერთი კაცი შემოყავს, მეორე კაცი შემოყავს, გადაგიხტება, გადმოგიხტება, იგივე შეცდომა წლების განმავლობაში არ უნდა დაუშვათ და მეეჭვი მეპარება აწი დაუშვათ. ეს აი 20 წამი გვაქვს ხო? 25 მიდი. ანუ რეალურად მე მაგაზეც მინდა საუბარი რომ როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია, შენ ამორჩეულთან ხარ ანგარიშ ვალდებული. ხო, ქართული ოცნების მთავარი პრობლემა ჩემი აზრით რაც არის, ნუ გარდა იმისა, აი რო არ შევიდეთ იმაში რომ თავიდანვე პრორუსული კი არა და რუსული პროექტი იყო და აქედან მოდიან, ქართული ოცნება რო განვიხილოთ როგორც ჩვეულებრივი ქართული პოლიტიკური პარტია, სადაც გაწყდა მათი ანგარიშვალდებულება ქართულ ხალხთან, იქ დაიწყო ქართული ოცნების პრობლემები. აი ხა სიების ამბავზე რო მიპასუხე, ესეც მიხარი და მე თავიდანვე აღვნიშნე რომ ლევან სანიკიძე და მე და ლევან სანიკიძეს და მის თანაგუნდელებს არაერთს ახალგაზრდებს ერთად არაერთხელ მოუწევია ერთად აქციაზე დგომა მაგალითად და ერთად რაღაც დარწმუნებული ერთად დარბევაში ყოფნა და ასე შემდეგ. ამიტომ მე მაგას ვიძახი რომ
თავიდანვე ვთქვი, ლევან სანიკიძესთან მე პრობლემა არ მაქვს. მე მაქვს პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან და თავიდანვე როგორც დავიწყეთ ეს საუბარი, რომ არ შევეხოთ რაღაც წარსულის კონკრეტულ მონაკვეთს, მესმის ესეც ამასაც გავითვალისწინებთ, ხო, მაგრამ მესმის რატომ? იმიტომ რომ შეიძლება საუბარი წაიყვანა სხვა მიმართულებით, მაგრამ ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, იმ პრობლემებს ვერ აღმოვფხრით, რომელიც დღეს არის. და თუნდაც აი ეს სიების შევსების თემა, ხო, აი ზუსტად მაგას იწვევს სიების არაკეთილსინდისიერი შევსება. აი ეგ. და ანგარიშ ვალდებულების არარსებობა საკუთარ ამორჩეულთან. მე ამას ვხედავდი ნაცმოძრაობის რიგებში დიდი ხნის მანძილზე. ჩვენთვის ნაცმოძრაობის ლანძღვა არასდროს არ ყოფილა მიზანი. არც რეიტინგს ვიწერთ მაგის ხარჯზე. უბრალოდ საუბრობთ სიმართლეს, რასაც ვხედავთ, იმას ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ გონია რომ საჭიროა და აუცილებელია რომ ეს ადამიანები, ქართველი ამორჩეველი ხედავდეს რეალურად რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. ბოდიში აი ზუსტად ერთ წამში დავასრულებ. თუ ეს ყველაფერი შეიცვლება და ლევანი რასაც საუბრობს, ეხლა ძირითადად საუბრობს მომავალზე, რომ აი მე და ჩემი მეგობრები, მე და ჩემი თანამებრძოლები ესე ვხედავთ, ესე. თუ ნაცმოძრაობა შეცვლის ამ მიდგომებს, რომლებიც აქვს და ნაცმოძრაობა გაიაზრებს იმ შეცდომებს, რომელიც წარსულში ეგრო დავინე მაგის დრო და ამის დასრულებასაც შეძლებ. აი, რადგან ზუკამ დაასრულა ბოლოს საუბარი, ლევან შენ გკითხავ, აქ გაჟღერდა ზუკას მხრიდან ესეთი კითხვა და ამასაც გამოვიყენებ ჩემს კითხვაში. ლევანი, რა თქმა უნდა, მამას არ იტყვის, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, როცა სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ხარ, მაგ შემთხვევაში დაგჭირდება ისაუბრო, რა საერთო ქონდათ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. ესეთი ეს შინაარსი დავიჭირე მახსოვს. აი ამაზე მაინტერესებს შენ რომ არ იყო დაუშვი რომ არ ხარ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი და ხარ ნებისმიერი რომელიმე სხვა პარტიის წევრი. მე არ ვამბობ რომ თქვენი მოძრაობა კონკრეტულად ამ მიზანს ემსახურება, მაგრამ მე ვხედავ ლოგიკურ კავშირს. მიზანს არ ემსახურება. არა, სხვა რაღაცას ვამბობ. მე ვხედავ ლოგიკურ კავშირს იმაში რომ ადამიანები რომლებიც ასე არიან შეშინებულები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმით, მაინც ჭყალებში ვიტყვი, ფრთხილად ვიქნები. ნუ რამდენად საშიშია ეს თავად გადაწყვეტონ, მაგრამ ფაქტია, რომ პროპაგანდა ძალიან მოქმედებს მასზე და ადამიანების უმრავლესობა, არ ვიცი რამდენი უმრავლესობა, დიდი ნაწილი, მოკლედ საქართველოში შეშინებულია ნაციონალურ მოძრაობის დაბრუნებით. ლოგიკურ ჯაჭვს ხედავ იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, სხვებმა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ ნაციონალურ მოძრაობის ცუდ მხარეებზე და განგებარ-გამამოხილონ ყურადღება კარგ მხარეებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოჩნდნენ გამოყოფილები და იპოვონ რაღაცა საერთო წერტილი ქოცების ამომრჩევლებს შორის, რითაც იტყვიან, რომ მეც არ მომწონს ძველი ხელისუფლება და მოდი ჩვენ რაღაც ახალ შევმთავაზებთ. შენ რო არ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, რა შეხედულება გექნა? მე ეხლა პასუხს ხვდები, ცხადია რასაც მეტყვი, მაგრამ უფრო რო ჩაუღრმავდე და ახსნა რატომ არ გექნებოდა მაინც იგივე პოზიცია. და ასევე ბარემ იმასაც გეტყვი, კითხავ რა, ძალიან ბევრჯერ გააღჟღერებულა ის პოზიცია, რომ დღეს რო ნაცები არ იყვნენ თავრობაში, უბრალოდ ოპოზიციაში, დიდი ხნის წაგებული ექნებოდათ ქოცებს ეს ომი და ეს პროპაგანდის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა. ამასთან დაკავშირებით რას მეტყვი, ესეც მაინტერესებს. თუ გინდა გააერთიანე, როგორც მოასწრებ. მოდი დავიწყებ იმით, რომ იყო დრო, როდესაც მე არ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი. მე ნაციონალური მოძრაობის ნაწილი გავხდი უხეშად დაახლოებით 1 წელია, ეს სრულფასოვნად, რაც წარმოადგენს ამ პარტიას. ხომ სხვა პარტიაში ხო არ იყავი? არ ყოფილა. მხარდამჭერი ვარ 2019 წლიდან, ჩემთვის პირველი არჩევნები, 18 წლიდან პირველი არჩევნები იყო 2018 წელი და ვერან ვერ დამწამებს ცდილს, რომ გავიზარდე ოჯახში, სადაც ნაცმოძრაობა არ უყვარდათ. და ძალიან ისეთი დამოკიდებულება ქონდათ, მაგრამ მე ამ საკითხს უყურებთ ცოტა ცივსისხლიანად და სახელმწიფოებრივად რა. ერთი არის ის, რომ მე როგორც ახალგაზრდას, რომელსაც სურს ქართულ პოლიტიკაში სიტყვის თქმა და ამის მიღმა, მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც განათლების მიღების შესაძლებლობა მაქვს, სადაც უსაფრთხოება არის გარანტირებული, სადაც ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამის ყველაზე გამოცდილი სანდო და მეტი კავშირის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია იყო და არის ნაციონალური მოძრაობა. მათ შორის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით იმდენი კონტაქტი და შესაძლებლობა არავის არ აქვს, როგორც ნაციონალურ მოძრაობას და ლეგასი სიტყვა მემკვიდრეობა ჩვენთან ქართულად ცოტა სხვანაირად ჟღერს. მაგრამ ეს სასახად ესეა. კი ანა მარტო დანა ხო, ნუ შეიძლება მემკვიდრეობაც, მაგრამ ნახეთ რისი თქვა მინდა. ანუ ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიარა ყველაფერი, იმაზე მეტი გაიარა ჩემი აზრით ოპოზიციაში ყოფნის დროს.
ჩემი ღრმარწმენით ქართულ ოპოზიციაში ყოფი აქტორებიდან არავის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმდენი არ გაუკეთებია რამდენიც ნაციონალურ მოძრაობას. ანუ ეს პოზიცია რომ არ ყოფილიყო ნაციონალურ მოძრაობა დიდი ხნის წასული იქნებოდა ქართული ოცნება, მე მგონი არა ნაციონალურ მოძრაობა რომ არ ყოფილიყო დიდი ხნის წინ მოხდებოდა ის რაც დღეს ხდება. იმიტომ რომ რა არიცით მუდმივი საუბარი თქვენაც აღნიშნეთ რომ აი ბევრს აქვს შიში არის დარაზმული ის როგორ არის აქ ნაციონალურ მოძრაობის პოზიციონირებას აქვს მნიშვნელობა და მე საკუთარ როლს ამაში ვხედავ და ჩემი მეგობრების და გამოცდილი ადამიანების და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლების როდესაც ეს პარტია იყო საუკეთესო ფორმაში 2018 წელს, 2020 წელს, 2021 წელს შედეგები არაჩვენებდა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვდება ნაცმოძრაობის შიში. ტყუილია ესეც რა. უბრალოდ ის არის, როდესაც პროპაგანდა შენ გებძვის, ფინანსურად ფაქტობრივად არაფერი აღარ აქვს შერჩეული. როდესაც შენი ლიდერები მიჯრით ხან ერთი, ხან მეორე სხედან ციხეში. ეხლა ბოდიშვი ხდი, მაგრამ დღეს რა დილემაც დაუდგა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ ვერცერთი საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს, იმიტომ რომ ზოგი ლიდერი ციხეშია და ზოგი ლიდერი ქვეყანაში არ არის, გამოცადეს ნაცმოძრაობა რას გადის? მე არ ვუსურებ არავის, რომ ათობით ათასი მათი მომხრე ვიღაცამ პროკურატურაში მიათრიოს და ჩვენების მიცემა მოთხოვას მათ უფროსზე. ესაც დაუფასებლობა ამომრჩევლის, რომელიც იბრძვის აი რითაც შეუძლია. ანუ მაგალითად, იქ აქციაზე რომ მოდის ადამიანი და რომ მეუბნება სრული სერიოზულობით 26 ოქტომბერს ქართულ ოცნებას მივეცი ხმაო და რუსთაველის გამზირზე დგას და აქვს იქ პრეტენზია რომ მორალური უფლება აქვს იქ იდგეს და აქ რო ვიღაცა არის ვინც მიხვდა 2012 წლის 2 ოქტომბერს რომ ქართული ოცნება პრორუსულია რატო გონია ერთს მეორეზე რომ მორალური უპირატესობა აქვს ნაციონალურ მოძრაობის აი დირე თუ გინახავთ სადმე რომ აი რაღაცა ჩაეშავს აი მაგალითად ეთქვას რომ არ დავინახო გახარია მოსული აქციაზე გინახავთ აი განცხადება იმიტომ ხო არა რომ ყველაზე მეტი ეგეთი არა მოძრაობისკენ მიდის ხოლმე და არ აქვთ ეგ სათქვა არა როგორ არის იცით ყველაფერი ხო ფარდობითია ანუ ეგროთ თქვენ ხო მე ერთი ამბავი ატყდება თქვენ ვიზერას ამბობთ ხო ხომ რამდენად ეხა ვინ უნდა ამიტეხოს ამბავი 20 ივნისის მომწყობმა რაზე უნდა ამიტეხოს მე რამდენი კლასში მესამე კლასში თქვი რომ მე აგიტეხო ერთი ამბავი შენ ამბობდე რომ გახარია საქმე და მე გითხრა რომ ეგრე უბრალოდ სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ნახეთ შეხედეთ პოლიტიკური ორგანიზაცია ნახეთ რა მდგომარეობაშია დამფუძნებელი ზის ციხეში აუქმებენ კრძალავენ ასამართლებენ პარლამენტის მანდატებზე აქვს უარი ნათქვამი საბიუჯეტო დაფინანსებაზე აქვს უარი ნათქვამი და ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ყავს 378 და ეს ხალხიც რჩება ქუჩაში პარტია ამაზე რომ მიდის თქვენი აზრით რის გამო მიდის რომ კომპლექსი გვაქვს ჩვენ მაგალითად რომ მოვიდეს ვიღაცა ყოფილი კოცი ექსპერტი და მე მითხრას რომ შენ აქ დგომის უფლება არ გაქვს მე არ მყადრულობ არავის არ ვეტყვი რომ იქ დგომის უფლება არ აქვს მაგრამ აი ეს ზემოდან ყურება რომ აი თქვენ მიქარვები გაქვთ რა ეს არის აბსოლუტურად ამორალური თან იმ ხალხისგან რომელსაც არაფერი მონანიებული არ აქვს როგორც წესი აი ქართული ოცნებიდან ისე გადმოდიან ოპოზიციაში ერთ ბოდიშს არ იხდიან ბოდიში მაგაში გეთანხმები ბოდიშს არ იხდიან აი მოდიან დაგიდგებიან და გეუბნებიან რომ აი ეხა ბრძოლის სხვა დონე იწყება და ტიპი გუშინ წინ იყო ქოცი კი და ანუ ეგრე არ გამოვა რა იცით როგორ არის ოპოზიციაში ყველაზე დიდი ხნის აი ხო არის ოპოზიციური ველი ამ ველზე ყველაზე ადრე სახლი აქვს ჩადგმული ნაციონალურ მოძრაობას და შენ ჩემთან მოდიოდე პრეტენზიით რომ ეხა აქედან მოусვიო ეგრე აღარ გამოვა გასაგებია გუშინ წინ ისა რა ჰაიკერებით გადმოსული პარტიები რომლებიც კაცმა არ იცის ხვალდაზე ვის თამაში თამაშებენ ნაციონალურ მოძრაობასთან რომელსაც აი რაც კი შეიძლება ოპოზიციაში დაგემართოს და ხელისუფლება გაგიკეთოს ყველაფერი გაკეთებული აქვს აი ზემოდან ყურების ტენდენცია მე არ მიმაჩნია რომ ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს ანგელოს და დასის პოლიტიკური გაერთიანება რომელსაც შეეძლოს მუდმივი პრეტენზიის ქონა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. ყველას თავისი ჩონჩხები ყავს, იმაში რა ქვია, შენახული უკან კარადაში.
და მუდმივად ნაციონალური მოძრაობის აი რაღაც მაზოლზე თითის დაჭერა პოზიტივისთან და იმედთან ერთად ეს არის თავარი პრობლემა, რომელიც მე მაქვს. მაგაში მეც მოყვები და ყველას უნდა ქონდეს გარეთ ყოფნის უფლება, პროტესტის უფლება, მათ შორის გუშინ მოbrunებულ ქოცებსაც, თუნდაც გახარიასაც და ნებისმიერ ადამიანს, მოკლედ, ვისაც ამაზე ამუნათებენ, მეტიც მე ეჭვი არ მეპარება, იმედი არ დაგჭირდება, მაგრამ 20 წლის მერე თუ ვინმე სხვა პარტია იყო გასაპროტესტებელი, მე გავაპროტესტებ ქვეყნის გამო და არა იმის გამო, რომ შეიძლება კობახიძეც გვერდით მიდგას. ერთ რაღაცას დავამატებ რა. არ შეიძლება მოკლედ საქართველოში არსებობს რაღაც მასა და მე მიხარია რომ რაღაც ნაწილი მუშაობს ამ მასისგან ნეიტრალებაზე, რომელსაც ქართული სახელმწიფოს სიყვარულზე მეტად ამოძრავებს ნაციონალური მოძრაობის სიძულვილი. შიშიგი არა, სიძულვილი. ადამიანზე რო იტყვი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დაწვით ეგ ქალი, ხაბეიშვილზე რო იტყვი რომ მოკალით წემაში, შიშია თუ სიძულვილია. და ანუ იმ ადამიანებზე მე არავითარი გათვლა არ მექნება, ვინც მაგალითად დღე და ღამე არის ორიენტირებული იმით, რომ აი შენ სადაც წაგასწრებენ, უნდა გაგლახო. ახლა ეგეთი ხალხი იქეთ და იმათ თამაში, რატომ უნდა ითამაშო? გასაგებია. მადლობა პოზიციისთვის და პასუხისთვის, რა თქმა უნდა. სულ კაი ხა შენ გკითხავ ესეთ კითხვას. ორი კითხვას ორი ვეცდები რომ გავაერთიანო ორი კითხვა, რაც თითქმის უკვე გკითხეთ ამაშის განმავლობაში, მაგრამ მაინც მაინტერესებს უფრო ამომწურავად, რომ გამცე პასუხი. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ნაციონალური მოძრაობა სხვა ბევრ თემასთან ერთად, მათ შორის ომის თემა მაგალითად, ან LGBTQ საზოგადოების თემა, ან სხვა ბევრი ამორჩეული თემები აქვთ, რითაც პოზიციონირებენ და ამას ატრიალებენ ხან რომელი ეწყობთ, ხან რომელი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების თემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ხოლმე პროპაგანდის ნაწილში. როგორც ლევანს უთხარი, ბევრი ადამიანი იმასაც კი ფიქრობს, არ ვეხები იმას, რამდენად ეთანხმები თუ არ ეთანხმები, ბევრი ადამიანი მარტო ნაციონალური მოძრაობის მოbrunების შიშის გამო ეთანხმება ქართული ოცნების ხო იყოს კი კოცები არიან ეგენ დანარჩენი ოპოზიციურ პარტიებს ასლას სხვა შოგინას მოძრაობას დოგის უმცირესობა გამოდის კი ნამდვილად და თუ ამას გავითვალისწინებთ და ჩავთვლით იმას ხომ ეთანხმები რომ ეს პროპაგანდის ნაწილია და ერთ-ერთი სერიოზული პროპაგანდა იმით რომ მაგალითად თქვენ თუნდაც უნებლიეთ ვიდეოს ანუ ხა ეს ვიდეოს ძალიან ისე გამომდის ჩაჭერა ძალიან მაგრამ ხო ესე ვიტყვი რომ ამაზე ყურადღების გამო აი მაგალითად ის რომ დღეს ქართულმა ოცნებამ რაღაც მიქარა მე მგონია რომ იმის თქმის გარეშეც შეიძლება რომ 13 წლის წინ სხვასაც მიუქარავს ესეთი რაღაცა. შინაარსი მესმის და შეიძლება გავიგო რა დატვირთვას ეს ემსახურება, მაგრამ ამ ყველაფრის გამოყენებით და ამ გზით მოქმედებით, ამ სტრატეგიის არჩევით, რამდენად სწორი გგონიათ, რამდენად ეთანხმებით იმას, რომ გაუმყაროთ ქართულ ოცნებას ის პროპაგანდა რასაც იყენებს ამდენი ხანია ხალხის დასაბრმავებლად და ასევე იმას ვიტყვი რომ ესეც მესმის რომ შეიძლება ერიდებოდეთ ბევრ საკითხში ნაციონალურ მოძრაობის თამაშის წესებს ეს ან რაც გაუკეთებიათ მაგრამ მეორე მხრივ ამ ადამიანებს თავაზობთ იმას რომ თქვენთან ერთად იბრძვიან სწორედ ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტიის სახით ისე თალკეული ადამიანების სახით სხვადასხვა პარტიაში იმიტომ რომ წეგან ცოტა სხვანაირად ვთქვი, მაგრამ ეხა უფრო დავაკონკრეტებ, რომ პატარა ქვეყანაში როცა ვცხოვრობთ, შეიძლება გქონდეს წარსული კონკრეტულ პარტიასთან, ისე რომ დღეს საერთოდ არ ეთანხმებოდე და საერთოდ სხვა მიმართულებით გქონდეს გეზი აღებული. აი, რამდენად გააერთიანებ ხა ამ კითხვას, შენ მოგენდობი და რის თქმაც ცოტა ბევრი ვილაპარაკე. შეგიძლია ძელი კითხვა, მაგრამ კაი კითხვა, მაგრამ ანუ პირველ რიგში კი ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს საკუთარი პროპაგანდისთვის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს რა ვიცი ნებისმიერ საჯარო გამოსვლაში, ვიდეოებში, ტელევიზიებში, პოდკასტებში. აქვე ვიტყვი ჩემი პატივისცემა მაგ საქმის გამო. ასევე თქვენც, იმიტომ რომ თქვენც იგივე საქმეს ემსახურავთ. ყოველთვის მაგას ვიძახით ჩვენ, რომ ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ მოbrunდება და ვერც ერთი ცალკეული ერთი პარტია ხელისუფლებაში ვეღარ იქნება ამის შემდეგ საქართველოში. რატო? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ ხო იმაზე ვთანხმდებთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყავდა, ხო? ანუ თუ
გაყავდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, იქ როგორც დაჯდა შედეგები, უკვე მივდივართ კოალიციურ ხელისუფლებამდე. როდესაც მიდიხარ კოალიციურ ხელისუფლებამდე, იქ უკვე ძალიან რთული არის კოალიციიდან გადაერთო რაღაც ერთპარტიულ მმართველობას. ეს პირიქით არის რაღაც ციკლი უნდა გაიაროს ყოველთვის ერთპარტიული მმართველობის სახელმწიფომ თითქმის ყოველთვის, განსაკუთრებით ჩვენაირმა ქვეყანამ, რომ საბოლოოდ მივიდეს აი რაღაც დემოკრატიის ამ ხარისხამდე, რაც არის კოალიციური მმართველობა და ეს ფორმა მე ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ეფექტური რეფორმაც გვინახავს სახელმწიფოს მართვისა. ამიტომ ჩვენ ამას ყოველთვის ვიძახით, რომ თუ არა, როდესაც ქართულ ოცნებას შევცვლით, იმის შემდეგ ვერც ნაციონალური მოძრაობა, ვერც ლელო, ვერც არ ვიცი, გახარია და ვერც ახალი და ვერც სართული, ასე ვთქვი, ვერც ერთი ამათგან ვერ იქნება ერთპიროვნული მმართველი ამ ქვეყნის. ამიტომ ზუსტად მაგ პროპაგანდაში, რასაც ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აწარმოებს, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამით ჩვენ ვანახებთ ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ველაპარაკებთ, რომ ეს ასე ვერ მოხდება და ამის შიში არ უნდა ქონდეთ. თუ ისინი ჩვენას ესე ითვალისწინებენ, რომ თქვათ, ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას შეიძლება ისინი დავაზიანოთ, მაშინ იმასაც გაითვალისწინებენ, რომ ეს ესე არ მოხდება და უკვე ვეუბნებით, რომ თუ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ვაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებთ იმ შეცდომების გამო, რომელიც დაუშვიათ აქამდე. ანუ მათ შორის შეიძლება არაერთხელ ყოფილა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის გარკვეულ წევრებს თუნდაც დაუზიანებიათ პროცესები, ხო? და მე პირიქით ვიტყოდი, რომ არა პარტიანაც მოძრაობა არის ჩვენთან ერთად. არამედ, მე არ ვიცი ბოლო რამდენიმე თვეში თუ რამდენიმე კვირაში როგორი გარდაქმნა განიცადა პარტიაში შიდა პარტიული ამბები ნამდვილად არ ვიცი ნაციონალ მოძრაობის. თუმცა მე პირიქით ვიტყოდი, რომ ყოფილა ამ პარტიაში რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემგან ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას და ვის გვერდით დგომაზეც და მასთან ერთად ბრძოლაზეც არასდროს არ მექნება პრობლემა, პირიქით იმედიც მექნება ამ ადამიანების. თუმცა მე როდესაც ვხედავ გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც პროცესს იმდენად აზიანებენ, რომ შეიძლება და არსებობს თემები, რომლებზეც ბევრი ადამიანი არ საუბრობს რეალურად რომ ვთქვათ რა, ზუსტად იმიტომ რომ ეს პროცესი არ დააზიანონ. ჩვენ მაინც ყოველთვის ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყო და მაქსიმალურად ვილაპარაკოთ ის, რაც საჭიროა რომ საზოგადოება მიცოდეს. მოდით ესე ვთქვათ, აი თუ არსებობს კონკრეტული ჯგუფი ადამიანებს, რომელსაც შეიძლება პროცესი დააზიანონ, ჩემს ეს ადამიანი არის მიუღებელი. და რატო? იმიტომ რომ მე როგორც ახალგაზრდა ადამიანმა და ჩემმა თანაგუნდელებმა და ასევე თქვენც ორივემ საკუთარი ცხოვრება გადადეთ გვერდზე და მიუძღვნით იმას, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური ევროპული კარგი მომავალი, ხო? მე როდესაც ამას ვაკეთებ და ვიღაცა რომელიღაც ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი და არა აქვს ჩემს საკრე არც ნომერს და არც პარტიულ კუთვნილებას დიდად მნიშვნელობა. ნებისმიერი ადამიანი როდესაც საკუთარი პირადი ინტერესის გამო გვერდზე დებს ამ საქმეს და ჩემს შრომას მათ შორის წყალში ყრის და საკუთარ ჯიბეს თუ არ ვიცი მომავალს უფრთხილდება პირადს ასე ვთქვათ. ჩემს ეს ადამიანი ყოველთვის იქნება მიუღებელი და მსგავსი ადამიანების მაგალითები არაერთი არის არა მარტო ნაცმოძრაობაში, არამედ საკმაოდ ბევრ პარტიაში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ზუსტად ეს არის ის მომენტი, რომლითაც მე ვფიქრობ, რომ კარგი, ან თქვათ, არის პრობლემა ნაცმოძრაობის გვერდზე დგომა? არ არის. მაგრამ იმ ადამიანების გვერდზე დგომა არის პრობლემა, ვინც მე საფრთხეს მიქმნის, ჩემ ბრძოლას საფრთხეს უქმნის და ჩემს შრომას საფრთხეს უქმნის, ასე ვთქვათ. ჩვენ ნარატივებს, რაც შეეხება, არ არსებობს ჩვენ რაღაც ისე ვთქვათ, რომ არ დავასაბუთოთ, რატომ ვიძახით. ამიტომ მე თუ რაღაცას ვსაუბრობ და მე თუ გადავწყვიტე, რომ ეს სათქმელი არის, მე ისიც გააზრებული მაქვს, ამან რა შეიძლება მოიტანოს, ხო? კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემა და კარგი ურთიერთობა მაქვს არაერთ ახალგაზრდასთან, ნაცმოძრაობაში და ამ სიტყვას ხაზს გაუსვამდი, რომ ახალგაზრდებთან და ასევე არსებობენ ადამიანები, ვისაც პატივისცემ, შედარებით უფროსი ასაკისაც, მაინც ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც იმ საქმისთვის, რომლითაც მე თავი გადავდე, რაც არის საჭირო, ყველაფერი გავაკეთო. მე თუ ეხლა ლევანი ფიქრობს, რომ მე და პოსტივი ერთნაირად ვაზიანებთ ნაცმოძრაობას, მე ასე არ ვფიქრობ, ხო? ანუ მე ასე არ ვფიქრობ. მე არც იმას ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახით შეიძლება ჩემმა ნებისმიერმა სიტყვამ ნაცმოძრაობაზე, რაც აქამდე მithkoms, ნაცმოძრაობა ისე დააზიანოს, რომ რაღაცა ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნას. ეს ესე არ ხდება. უბრალოდ არსებობს რაღაც თემები, რომლებითაც შეიძლება და არსებობდა საფრთხეები და იმედია მომავალში აღარ იარსებებს, რომელზე დაყნობითაც საერთო პროცესს და საერთო ბრძოლას ექნება საფრთხე. და მე როდესაც ვხედავ პარტიის შიგნით, როდესაც ისეთ ნაბიჯები იდგმება, რომელიც ზუსტად ამ პროცესის საწინააღმდეგოა, ხო? მე არ ვიფიქრებ იმ მომენტში იმაზე, რომ ეს პარტია რაღაც ხვალდაზე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც რაღაც ჩემ ბრძოლაში, ჩემთან ერთად რაღაც დიდ წარმატებას მიიღოს. ან ტრაექტორულად რო შეგვეხედა ნაციონალურ მოძრაობისთვის, ბოლო 5 წლიანი მონაკვეთი ავიღოთ. როგორც ამომრჩევლის რაოდენობით, ისევე მათი ქმედებებით არ ემსახურებოდა ეს ნაბიჯები საერთო ბრძოლის და საერთო პროცესის გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, არსებობენ რიგი ადამიანები, რომლებიც ამისთვის იბრძვიან რეალურად ამ პარტიაში, არსებობენ რიგი ადამიანები, რომლებიც ამისთვის არ იბრძოდნენ და საკუთარ პირად ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამიტომ
მე მჭირდება როგორც აქტორს ამ პროცესში რომ დავინახო რომ ნებისმიერი პარტია თუ პიროვნება რომელიც ჩემ გვერდით დგას არის სანდო. მე თუ დავინახავ კონკრეტულ მონაკვეთში და დროის მომენტში რომ ნაცმოძრაობა არის სანდო და ნაცმოძრაობა არის ისეთი პარტია მართლა არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ნომერსაც თუ შეიცვლით რა ვიცი კარგი იქნება ზოგადად ხო მაგრამ ანუ საბოლოოდ მაინც მონაწილეობას არ მე ტექნიკურად შესაძლებელია რომ მაინც შეგვინარჩუნდეს მონაწილეობის გარეშე მაგრამ საკანონმდებლო ცვლილების შეტანების მე იმასაც ვფიქრობ რომ ნომერს თუ ნომერს თუ შეიცვის ნაცმოძრაობა კიდევ უფრო შეიძლება გაიზარდოს რეიტინგი იმიტომ რომ ტექნიკურად ისეთი საკითხია შიში არსებობს რა მაგ 5 ნომრის მიმართ მაგრამ ანუ მე მაინც საბოლოოდ ვფიქრობ ამას რომ არც ერთ მომენტში მე როდესაც ვარ ჩემს ბრძოლაში და როდესაც იმ ადამიანების გვერდში ვარ ვისაც ვენდობი მე არასდროს არ დავაზიებ ამ ადამიანებს უბრალოდ როდესაც არსებობს ის საფრთხე რომ რომელიღაც ჯგუფმა ადამიანებს მე დამაზიანო მე ამ ადამიანს არ გავითვალისწინებ არც არ ჯგუფს არ გავითვალისწინებ და ყოველთვის ვიტყვი იმ სიმართლეს რომელიც კარგი არა ჩემთვის და ამაზეც მინდა რომ ხაზი გაუსვა რომ ჩვენი ნარატივები რაც არის რეალურად არც ერთი არ ყოფილა არც ნარატივი და არც ერთი ცალკეული ვიდეოს არ ყოფილა რომელიც მომართული იყო ჩვენი ორგანიზაციის თუ მოძრაობის PR-ს ეს არის ყოველთვის ზოგადად მოცემულობიდან გამომდინარე თემებზე საუბარი რომელიც საბოლოოდ თუ ამაზე ვსაუბრობთ, მაშინ ქართულ ოცნებას მე მგონი ბევრად მე ზიანს ვაყენებთ ხო ვიდრე ნაცმოძრაობას რა და რა თქმა უნდა მე მაგაში ორი აზრი არ არის და ზუსტად ზუკა ორ წუთი კიდე გვექნება შესაძლებლად და აი რისიც თქმაც გინდა ბოლოს ცოტა დრო დაგიმატა იმიტომ ლევანიც გადასცა რეგლამენტს და შენც თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყავით მოდი ლევან შენ დაიწყე შეჯამება რადგან ზუკამ დაასრულა ძალიან ბუნებრივად მიდის ხოლმე მგონი ეს პროცესი. შენი მთავარი სათქმელი რო გითხრა მთელი თამაშის განმავლობაში გამორჩეული არგუმენტებით პასუხები, ასე შემდეგ შეგიძლია დაიწყო. იმას ვიტყოდი რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მისი არსებობის ისტორიაში, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაამტკიცა რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენი განცხადებული მიზანია, რასაც უერთდები შეუძლებელია რომ პარტიაში იყო და ძირითად მიზნებზე არ იყო შეთანხმებული. ჩვენი მიზანია ძლიერი ერთიანი ევროპული სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული ფასეულობები არის გამყარებული, ადამიანის უფლებები არის დაცული. ამის მიღწევა შესაძლებელია ევროინტეგრაციის გზით და ხელისუფლების ცვლილების გზით. შუა გზაზე დგას ბიძინა ივანიშვილის რაღაცა ბლოგპოსტი, რომელიც გიზღუდავს ამისკენ სიარულს. შესაბამისად, აი ამ მიზნისკენ მიმავალი მთავარი ამოცანის შესრულებაში ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი. ეს ბოლო პერიოდში ჩემი აზრით ნათლად გამოჩნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ებრძვის ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ებრძვის მისი დამქაში ბიძინა ივანიშვილი, მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მთავარი განმაპირობებელი, მაგალითად ჩემთვის. ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი. მთავარი მტერი ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას და ებრძვის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გამო 2008 წელს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა არ ჩააბარეს მათ შორის თბილისი. აი ეს არის ის ისტორია, რის გარშემოც ტრიალებს ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია, ვინც საქმეს აკეთებს, იმას რაღაც დროს უფუჭდება ბევრი რაღაც. ამასთან დაკავშირებით აღნიშნა ორჯერ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ აიღო სრულფასოვანი პოლიტიკური აი ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა 7 ნოემბერსაც, შემდეგ 1 ოქტომბერსაც, მაგრამ ის რეფორმები, რომელიც დაწყებული განათლების რეფორმიდან დამთავრებული ევროინტეგრაციით ამ პარტიას აქვს გაკეთებული ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ის პრობლემები, რასაც უქმნის ბიძინა ივანიშვილს, აი სად არის დანარჩენი ყველა პარტია ხო გაქრა. აი ბოლოს ვიტყვი 2012 წლიდან მოყოლებული რამდენი ოპოზიციური პარტია ჩნდებოდა, სოკოები სხვადასხვა დროს. ყველა ხო ხრებოდა. ვინ ერეოდა? ბიძინა ხო ერეოდა იმ ხალხს. თუ ნაცმოძრაობა გუდავდით ახლა დანარჩენებს, არა ერეოდა ბიძინა ივანიშვილი და ახლაც ამ მდგომარეობამდე მივდივართ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რომ არა მისი მყარი იდენტობა, ყველაზე მებრძოლი ელექტორალური ბაზა, რომელიც აქვს, ბიძინა ივანიშვილი ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე გააფორმებდა იმას, რისი ხელშეშლის ბრძოლაშიც ვართ მე და ზუკა დღეს ერთობლივად ჩართული. გასაგებია, დიდი მადლობა პოზიციისთვის.
სუკა შენი ბოლოს მარტო კოალიციურ ხელისუფლებაზე რაც თქვა, მეც ესე მიმაჩნია, რომ საქართველოს თუ რამე ჭირდება, ეს არის კოალიციური ხელისუფლება ძალათა გადანაწილება. აღარც ჩავიძე, რა თქმა უნდა, მე მგონი სამივე თანხმდებით და მთელი ოპოზიციური სპექტრი. ანუ გარდა მათემატიკური საკითხისა, პრინციპულ დონეზეც მიმაჩნია, რომ ეს არის აუცილებელი. სუკა, შენ შეგიძლია დაახლოებით 2 წუთი გვაქვს და შეაჯამო მთლიანი დებატი. ხო, მე ვფიქრობ პირველ რიგში მადლობას გეტყვით ორივეს და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთ ფორმატში მონაწილეობა და საუბარი. და ხო, მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის აი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, დიდი ხანი იმედი მქონოდა რომელიმე აქტორის, დღეს მე ვფიქრობ, რომ არ მაქვს არავის იმედი გარდა საკუთარი თავისა და გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ვიცი, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლებენ. ამიტომ მე მგონია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგავთ ქართული ოცნების დასასუსტებლად და ამას რა გვერდითი მოვლენა მოყვება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. თუ სიმართლე არის სათქმელი, ყოველთვის არის სათქმელი რა. რაც ასუსტებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ გვაძლიერებს, ყველაფერი არის ჩემთვის მისაღები ბრძოლის ფორმა. ამიტომ მესმის და მიხარია რომ მედალევანი ბევრ რაღაცაში შევთანხმდით, მათ შორის ჩემი პოზიციაც ბევრ რაღაცაზე გაიგო. იყო რაღაც საკითხები და არის რაღაც საკითხები, რაზეც არ თანხმდებით და ვერც შევთანხმდებით ალბათ ვერასდროს. უბრალოდ ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ გავიგოთ ერთი რაღაც. არავის არ უნდა გქონდეს რაღაც ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ჩაძირვის და უკან დაწევის мотиваცია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ მე ვხედავ რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში რაღაც კონკრეტული ნაბიჯის გატანა საჭიროა, მე ამ ნაბიჯს გადავდგავ. თუ ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაცნაირად და ქართული ოცნების გუნდს რაღაცნაირად დავასუსტებ, ყველაფერს ვიზამრო, ეს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი რაღაც. არა პოლიტიკაში, არამედ ზოგადად. ერთი, საქართველოს ევროპული მომავალი და ის რომ საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. ეს ორი რაღაც არის, რის გარშემოც არის აგებული ჩვენი ბრძოლა. ამიტომ ჩვენ ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ აღარ გვექნება არანაირი გასაქანი, როგორც სახელმწიფოს და როგორც ინდივიდებს. მათ შორის ცოტა გადამისდება დრო და ცოტა რო დავამატოთ. მათ შორის ეს პოზიცია გვქონდა ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზეც, იმიტომ რომ მე ვიძახდი, რომ რუსეთის გუბერნიაში რაღაც სკამის გამო მე პროცესს არ დავაზიანებ და მიხარია, რომ ბევრმა გაიზიარა ეს ჩვენი პოზიცია. უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის ის და ჩემთვის რაც საბოლოოდ ასე ვთქვათ კრავს იმ სცენარს, რომელშიც ვხედავ ჩვენს გამარჯვებას, რომ ახალგაზრდა ადამიანები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში შემოვედით პოლიტიკურ სივრცეში, არ ვიყოთ ერთმანეთთან დაპირისპირებული და ერთ საერთო მიზანს ვემსახურებოდეთ. ის ფაქტი, რომ მედალევანს გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება და ბუნებრივია, რადგან ხო გვაქვს საერთო უმთავრესი მიზანი და ქართულ ოცნებას რომ შევცვლით, მე დავიძეთ და ვიკამათოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც ეხლა ვკამათობით თუნდაც უფრო ფართო ფორმატში. განსხვავებული პოზიციების გაქვთ მომავალში, როცა ეჭვარ მეპარება რომ ამის დრო დადგება და გვექნება ბევრად უფრო ფართო არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ზუსტად ამ განსხვავებების მიხედვით მოგვიწევს ხალხს რომ ავირჩიოთ ვინ უფრო მეტი ხმით შევა პარლამენტში, ესე ვიტყოდი, იმედია კოალიციური მთავრობა გვეყოლება და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა გეტყვით ორივეს მობრძანებისთვის, საკმაოდ კარგი დებატი გამოვიდა, ესე მგონია შინაარსობრივი და კონსტრუქციული, ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ ორივე მხარისგან. იმედი მაქვს, რომ მაყურებელსაც მოეწონა დღევანდელი დებატი და ბევრი ახალი რამე გაიგო თუ ძველი გადააფასა. ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში, რომ დადებითად აისახება ეს დებატი ბევრ ადამიანზე. შეგიძლიათ რომ წაგვახალისოთ, ამ ვიდეოს უყუროთ ბოლომდე, დაგვალაიქოთ, ასევე გამოგვიწეროთ YouTube-ზე, რაც მთავარია, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. დაელოდეთ შემდეგ ორ შაბათს, ისევ 22 საათს და აქედან მადლობას გადავხდით საქართველოს უნივერსიტეტს, ჩვენს გენერალურ სპონსორს. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.